სამშვიდობის ვიცი რომ ამ 8 შეხვედრაში იმყოფებით მთელი ჯგუფი და ჩემს წინ შეხვედრაზე თემა იყო დეპრესია. ანუ თქვენ დეპრესიის ჩარჩენილები ხართ ჯერჯერობით ესე გამოდის. ცადოთ ეს მდგომარეობა შევცვალოთ. ყველა საკითხზე როცა ვსაუბრობ ამ აუდიტორიასთან და სხვა აუდიტორიასთან ვცდილობ რომ ისეთ საკითხებს შევეხო, არ არის მარტო ცოდნითი ელემენტი, არის ის რომ პრაქტიკაში თქვენ ეს გამოგადგეთ. აი აქედან რო გახვალთ, სხვანაირად შეხედოთ რაღაცა პროცესებს და გამოიმუშავოთ რაღაც ჩვევები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება. და რატო? რადგანაც თლიანად ეს 8 შეხვედრა ემოციებზე ზოგადად აგებული. ისედაც ჩემი რომც არ იყოს, ისედაც ვიწყებ რომ ხოლმე ყოველთვის რომ ემოცია არის გავლენა. ჩვენ თუ ვინმეზე რამე გავლენას ვახდენთ, იმ შემთხვევაში მოახდენთ თუ მასში ემოცია აღძარით. ჩვენზე თუ ვინმე რამე გავლენას მოახდენს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ემოციას აღძრავს. ამიტომ ემოციებში კარგად გარკვევა, კანონზომიერებებში გარკვევა რა მექანიზმები მუშაობს, ხო? გვაძლევს საშუალებას ერთი ვმართოთ იქით ამ ხარეს ემოციები და თუ იქით ამ ხარეს ემოციებს მართავთ, ხვდებით ხო რა ხდება? პრაქტიკულად თქვენი ცხოვრება აეწყობა ისე, როგორც თქვენ გინდათ. რამდენადაც თქვენ ზუსტად მართავთ მეორე მხარის ემოციებს, გამოდის რომ რა ინტერესიც გაქვს, ყველაფერი ტარდება ისე. ოღონდ რაში უნდა ვერ ყვევოდეთ მეთქი, როცა ჩვენ მართვაზე საუბრობთ, იქით ამ ხარეს ხო დავუშვათ. მეორე მხარეს. რამდენიმე კითხვა. პირველი კითხვა არის რა მინდა? რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, რომ ძალიან ბანალური კითხვაა. ადამიანები მოქმედებენ ისე, რომ კითხვას არ სვავენ რა უნდათ. ანუ რამდენჯერ ყოფილა დამისვას კითხვა კი, მაგრამ რა გინდა და მერე დაფიქრებულა. ან საერთოდ უთქვას რომ რა კაი კითხვაა და რა არის კაი კითხვა, რო დაიწყე და ერთი წელია რაღაც საკეთებ, ჯერ ხო უნდა ჩამოყალიბდე და რა გინდა. ანუ მივყვეთ რა მინდა, ერთი. მეორე, რა ემოცია ჭირდება იმისთვის, რომ ის შედეგი მივიღო, რაც მე მინდა და მესამე, როგორ აღძრა ის ემოცია. აი ეს სამში თუ თქვენ ძალიან მაგრები გახდებით, ძალიან მაგრა შეიძლება თქვენი ცხოვრება ზოგადად. ეს ის ნიშნავს, რომ სახლში პრობლემები არ გაქვთ, ოჯახში, შვილი სწავლობს თვითონ. უფროს მოუნდება ხელფასი მოგიმატოთ თვითონ. ხო, თუ ამაში მაგრები ხარ. ანუ მნიშვნელოვანი ნაწილია ისედაც დიდ ყურადღებას უთმობ ხოლმე არა მარტო ამ თემატურ ნაწილში. კარგად პროცესი რომ მართოთ, ნებისმიერი პროცესი. დააკვირდით, კარგია თუ მექანიზმი ვიცი როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი. ჩვენ გვაინტერესებს ხოლმე ყოველდღე წონაში რამდენი მოვიმატეთ და მოვიკელეთ, ხო? და რო გვაინტერესებდეს ჩვენ თავი როგორ მუშაობს, კვირაში ერთხელ მაინც. შეიძლება გაცილებით ზუსტები ყოფილიყავით მოქმედებებში. როგორ მუშაობს ფსიქიკა? ის რამაც ემოცია გამოიწვია ყურადღებას ვაქცევთ იმას, რასაც ემოცია იწვევს. თქვენ აქ რომ მოდიოდით, უამრავი მანქანამ ჩაიარა, ვიღაც ხალხმა ჩაგიარათ კვერცხზე, არავინ არ გახსოვთ. იქიდან გამომდინარე რომ არანაირი ემოცია არ აღძრულა. ემოცია რო აღძრული ყოფილიყო, თქვენ ეს გეხსომებოდათ. ასე რომ ადამიანი მშიერია ზოგადად ემოციების მიმართ, მას ჭირდება ემოციები, სხვანაირად ის ცოცხლად ვერც კი განიცდის თავს. მექანიზმი როგორია? ემოციას იცით, თქვენ არ აქვს მნიშვნელობა რა გაქვთ დამთავრებული და სპეციალობით რა გაქვთ. ემოციას აქვს თავისი ბიოქიმიური უზრუნველყოფა, ხო? ბედნიერების ჰორმონები იცით, ნუ გაგიგიათ ახლა ერკვევით, ზუსტად რამდენი ერკვევით არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გაგვიგია, ხო? რა არის ენდორფინი, დოფამინი, რა არის სიროტონინი, რა არის მელატონინი, რა არის კორტიზოლი, რა არის ადრენალინი, რა არის ეს? არ არის უცნობი სიტყვები, იმიტომ რომ ლაპარაკობენ ხან-ხან ჟურნალისტები და რაღაცები, ასე რომ ჩვენთვის ნაცნობი. ესე იგი, ყოველგვარი ემოცია, რომელსაც თქვენ განიცდით, მისი საპასუხო ქიმიური რეაქცია მიდის თქვენთან. ახლა რა არის საინტერესო, როგორ მუშაობს ფსიქიკა? დააკვირდით, რომ თქვენი ემოციური ნებისმიერი მდგომარეობა იწვევს შინაარსი. გიფიქრიათ ამას. შინაარსი.
ვიღაცა შემოვიდა და შეგვაგინა, შინაარსი მიღებულია, შინაარსზე მიბმულია ემოცია და გამოიწვია ეს ემოცია. ეს სხვამ რო გითხრა. გითხრეს კარგი გაგვიხარდება, გითხრეს სასიამოვნო ასევე გაგვიხარდება, გითხრეს ცუდი გვეწყინება. და ჩვენი ხასიათი, ნახეთ, ჩვენ შეგვიძლია სხვისი მდგომარეობა ემოციური ვცვალოთ კომუნიკაციის პროცესში. რაღაცა გითხარი, გაწყენინე, ვიცი რა ემოცია და ასე შემდეგ. ამ ემოციებს სულ ვამბობ, რომ როცა ემოციებზე ვლაპარაკობთ, ორი ტიპის რადიკალურ მხარეებზე, უკიდურეს მხარეებზე ვლაპარაკობთ. ემოციებს ჩვენ ვლაპარაკობთ დადებითზე და უარყოფითზე. მე ვცდილობ ხოლმე მაქსიმალურად ქართულად ვილაპარაკო. შემიძლია თქვა პოზიტიური და ნეგატიური. ნეიტრალურ ემოციებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. ესე იგი, რაღაცა შინაარსის ნაწილი აღძრავს პოზიტიურს, რაღაცა შინაარსის ნაწილი აღძრავს ნეგატიურს. გარეთ. ვაგინეთ ვიღაცას გაბრაზდა. გაბრაზდა ადრენალინი გამოეყო. განრისხდა. ამოვიღეთ იარაღი, შეეშინდა. კორტიზოლი გამოეყო. და ასე შემდეგ. ამიტომ ვამბობ, რომ თვითონ ურთიერთობის პროცესი ძალიან საინტერესოა ამ მხრივ, რომ იურისტებს აქვს სისხლის სამართლის კოდექსში თვითმკვლელობამდე მიყვანა, იცით. ვიღაცამ თავი რომ მოეკლა, მერე იწყება გამოძიება. უკაცრავად ეს თვითმკვლელობამდე მიყვანაზე რო იწყება გამოძიება, ინსულტამდე მიყვანა, ინფარქტამდე მიყვანა, კუჭის წყულამდე მიყვანა, კომუნიკაციით შეგიძლია გაუკეთო ადამიანს. სახლში ოჯახის წევრებს, სამსახურში თანამშრომლებს. სულ უნდა იცოდე რა უნდა გააკეთო. სხვადასხვა სულ არა აუცილებელი იგინებოდე. ანუ არა აუცილებელი შეურაცხყოფა მიაყენო. იმხელა დაწოლა შეგიძლია ადამიანმა განახორციელოს იქითაც და აქ. ამიტომ არის მართვის იარაღი და როგორია, ვინც ამაში ერკვევა და კაი ადამიანია, ძალიან ბევრ კაი საქმეს გააკეთებს. აი ვინც არის ცუდი, ძალიან ბევრ ცუდს გააკეთებს. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება დაახლოებით გავს იარაღის ტარების უფლებას. ავიც იქ თუ ამოწმებენ, აქაც უნდა შეამოწმონ. აზიანებს თუ არა ეს ადამიანი. იმის არ იყოს გამონაბოლქვის გამო, რომ ეკოლოგიური მოძრაობებია და საინფორმაციო სივრცის ეკოლოგიაზე არ უნდა ვიფიქროთ? რომ საინფორმაციო სივრცე თქვენ გონიათ თქვენზე ზიანს არ აკეთებს? მე ჯერ ზოგადად ემოციებზე და მე გადავალ ძირითად თემაზე, რაც თქვენთვის წესით პრაქტიკული უნდა იყოს გამოსაყენებლად. ამას წინად ერთი ქალბატონი არის, ჟურნალისტია. არ არის ძალიან ახალგაზრდა, ასე თქვა და კითხვა დამისვა ესეთი, რომ ისაო ყოველ მეორე და მესამეს ჭირს შფოთვაო. 30 წლის წინ არავის არ ჭირდაო. და თუ შეიძლება გამაგებინე რამეს გვაჭმევენო თუ რა ხდება, ყოველი მესამე აქ შფოთვები. შფოთვას ჩვენ რას ვეძახით ეს არის, როდესაც შინაარსი არიცი და შფოთავ თორე ხლა ლომი თუ მოგდევს და შფოთავ, ეგ ნორმალურია, ხო? აბა დააკვირდით, რაში შეიძლება იყოს საქმე და მე თქვენ ამას აგიხსნით და მე თქვენ ცხოვრებაში გაასწორეთ ეს დრო. 30 წლის წინანდელ სიტუაციას დღევანდელი რო შევადაროთ, ერთადერთი რაც განსხვავება არის, ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ტოტალურად. ანუ ინფორმაციას, პრობლემა არ აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანს გენეტიკურად აქვს მიდრეკილება უარყოფითი ემოციების მიმართ, რატო აქვს, იცი? იმიტომ რომ უარყოფითი ემოცია ემსახურება უსაფრთხოების საკითხებს და ვიღაცა რომ ლიფტი ჩამოუწყდა ვიღაცას და ჩავარდა, მე იმიტომ ვარ ყურადღებით, რომ მე არ ჩამიწყდეს ლიფტი. და ვიღაცა თუ კარგად ცხოვრობს, ის შემიძლია გავატარო რა. ამიტომ ნეგატიურს აქვს მეტი ყურადღებას უთმობს გენეტიკურად ადამიანი. ჟურნალისტებმა ეს იციან. ამიტომ არის ყველა სათაური, საშინელი. ეხლა ნახეთ რა ხდება. მოვისმინე რაღაცა, ხო, რა ვიცი, სადღაც ომია, თუნდაც რუსეთ-უკრაინის, თუნდაც რაღაცა, ვიღაცა დაიღუპა. ემოცია როგორი წამოვიდა? უარყოფითი, ხო? მაგრამ რადგანაც მე პირადად არ მეხება და კიდე სამსახურში ვარ წასასვლელად 1000 საქმე მაქვს, შინაარსი დამავიწყდა. მაგრამ ბიოქიმია ხო დარჩა იგივე. ანუ ის უარყოფითი რომ მივიღე, ხო, გამოიყო ეს კორტიზოლი. შინაარსი დამავიწყდა, კიდე აქ მოვისმინე, ეკაც გამოიყო. ეს მაქვს, ახლა შფოთვის შეგრძნება მაქვს, მაგრამ ვერ ვაიდენტიფიცირებ საიდან.
უშინაარსოა, იმიტომ რომ დაწოლა დიდია იქ. ამიტომ ვისაც ფოთოები გაქვთ, პირველ რიგში უნდა ჩახსნათ ყველა წყარო ნეგატიური ინფორმაციის. თქვენ თვითონ ნახავთ რა კარგია, ერთ-ერთი საშინელი პრობლემა არის ტელეფონი და ეს ქროლვა და რაღაც ისულელეები. მე ახლა მივხვდი რა არის ჩემთვის დასვენება, ახლა ვიყავ საზღვარგარეთ და ჩემი ძირითადი ნომერი გამორთე, roaming-ზე ავიღე ნომერი, რომელიც იცის მარტო ახლობელმა ძალიან და მივხვდი რომ ეს ტელეფონი რო არ რეკავს. აი იქ ყოფილა დასვენება. გონი არსად წასვლა არ მინდა, უბრალოდ ტელეფონი და გამორთე. იმხელა დატვირთვა აქ ადამიანებს. ამიტომ სოციალური ქსელი არ მაქვს, საერთოდ არაფერში არ ვიყურები, თუ რამე მაინტერესებს, მე თვითონ ვეძებ ინტერნეტში. ადრე სოციალური ქსელი დავტოვე, მე მგონა სელექციურია რა, რასაც მინდა წავიკითხავ, არაფერი არ არის, მაინც გეკითხება ეს ყველა სისულელე და გამომინთავისუფლდა ცხოვრებისთვის დრო. საკუთარი ცხოვრებისთვის და არა სხვისი ცხოვრებაზე და სხვის განზღვაგინებაზე. ასე რომ, ვისაც ეგ მომენტები გაწუხებთ, მექანიზმი აღიხსენით. შიგნით მდგომარეობა შეცვლილი გაქვს, ტვინი დაკავებული სხვა რამეთ გაქვს, ეხლა ვიღაცას მართლა ლიფტი რო ჩამოვარდა, იმაზე ხო არ ფიქრობ, სახში რაღაცა გაქვს გასაკეთებელი სამსახურში, მაგრამ ის ბიოქიმია შეცვლილი. ანუ განცდის დონეზე იგივე. ეს ერთი ახსნა. როგორ მუშაობს ტვინი მინდა გავიგებ. მეორე. დააკვირდით, რომ თქვენი ფსიქიკა მუშაობს პასუხიდან პასუხამდე. თუ კითხვა გავაჩინეთ, თქვენ თავში არის დაძაბულობა. სანამ თქვენ თავი პასუხს არ გაცემს. ესე იგი თქვენი სიციცით როგორ არ დააძინო ღამე ადამიანი. უნდა დასვა კითხვა, რომელსაც პასუხს ვერ გაცემს. მთელი ღამე ვერ დაიწყებს. მართვა როგორ ხორციელდება, ხო? პასუხი უნდა მიცე შენ თავს. აი კითხვა, რომელიც პასუხსაც მე ვერ ვცემ, ნუ რაღაცა ხო მაღელობს, რადგანაც ჩემ ტვინს სჭირდება დასაწყნელად პასუხი, შენ და შეგიძლია მიცე ესეთი პასუხი, რომ ამ საკითხს მე გადავწყვიტავ ზეგ პირველის ნახევარს. ეს პასუხი გაიგონმა შენმა თავმა და გაჩერდა. რო ვამბობ, რომ უარყოფითი დადებითი ემოციებია, იქ კიდე მთელი სპექტრი გაქვთ სიზუსტეების. ანუ ნახე, უარყოფითია ყველა, დადებითია ყველა, მაგრამ სხვადასხვა ზემოქმედების ძალა აქვს. რატო უნდა გინდოდეს ადამიანს? მაგრამ შეიძლება გინდა, რომ აქედან ვიღაცა, აი თქვენთან ვინც ზის, ის ისე გამოვიყვანო წყობინა, რომ წამოხდეს და პირდაპირ აგრესია გამოხატოს. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, არა, არ გთხოვთ ხო გააკეთოთ. მეგონი შეგიძლიათ. შეგიძლიათ რომ ისე გააკეთოთ, რომ პირდაპირ აგრესია ვერ გამოხატოს, მაგრამ თქვენს მიმართ აგრესია გაუჩნდეს. არ წარმოდგება დააფერს არ გეტყვის, მაგრამ სამუდამოდ დაგიხსომებს მაგას. და როგორც კი შანსი მიეცემა, გადაგიხდის. იცით რა უნდა გააკეთოთ? გასწავლოთ რაში გჭირდებათ, მაგრამ მეგობრებო, ნახე, სხვადასხვა ნიშანით, რომელსაც უშვებთ, თქვენ ღებულობთ სხვადასხვა შედეგს უარყოფითშიც კი. აბა ვინმე რო საუბრობს, ირონიულად ჩაიცინეთ. დაგინახავთ, არაფერს არ გეტყვით. 90% შემთხვევაში პირდაპირ არაფერს. მაგრამ დაიხსომა ეს. და სადღაც 1 წლის თავზე თუ მეცა საშუალება გადაგიხდის. ეს რატო გეუბნებთ? ნახე, მართვადია ეს. შენ ზუსტად იცი რა სიგნალი უნდა გაუშვა, რა შედეგი მიიღო. ისევე დადებით ემოციებს. მოკლედ ის სიტყვები, რაც არის, რასაც დასდეს იმას მოიმკი, არის აბსოლუტურად ზუსტი და თან კარგი შედარება დასდეს, ანუ იმ წუთას შეიძლება არ მიიღო. რა შედეგებს ვიღებთ? შედეგებს ვიღებთ იმას, რა ემოციებსაც გავცემთ. გავეცი დადებითი ემოცია. თქვენ ხდებით ჩამრთველი დადებითი ემოციის. ადამიანი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს და დადებით ემოციას ტოვებს, მის დანახვაზე უკვე კარგად დავარ. აი რო შეხედავ, რატო გახსენდება ის ემოცია, რომელიც მან აღწევ. მაგალითად, თუ თქვენ დამეგობრდით და ვიღაცამ ღერის კარგად, აი ძალიან კარგად ღერის, შემდეგ თავყრილობაზე ამას პატიჟებთ. რატო პატიჟებთ, ჰა? იმიტომ რომ იცით, რომ იმ ემოციას მოგცემთ. ესე იგი გამოდის, რომ დადებით ემოციას ტოვებთ იქ, თქვენ ხართ სულ სასურველი. უარყოფით წევს არ ხართ სასურველი. არ ხართ სასურველი. ასე ნებისმიერი ურთიერთობის შედეგი არის ის რა ემოციას ტოვებ იქით.
დაუბრუნდეთ ისევ რა კავშირშია ემოციები და სიტყვები. ფრაზა, სიტყვა დაკავშირებულია ხატთან, ხატი ემოციასთან. თქვენ თავი ნახე როგორ მუშაობს, მე რო თქვა რომ აქ რომ მოვდიოდი მანქანა და ეჯახა ძაღლს და უკანა კიდურებს ეს სულ მოტეხა და წინა ორი ფეხით მიდიოდა. თქვენ ამას წარმოიდგენთ და შეიძლება ძალიან განიცადოთ. იმიტომ რომ ტრაგედია, ხო? მაგრამ მე რო გითხრათ რომ ჩემ მეზობელს თავზე 4 შაბათობით ბაყაყი ამოსდის მეთქი, გაეცინა. და ტრაგედია არ არის? ცოდო არ არის, მაგრამ ნახე რა არის თქვენმა ტვინმა ეს წარმოიდგინა, თქვა რომ ეს შეუძლებელია და ამიტომ გაგეცინა. ამიტომ ნახე თქვენი ტვინი ამოწმებს ნამდვილობას. თავისი გამოცდილებებით. თუ ის ნამდვილობა გასაგებია მისთვის, მაშინ თანაგრძნობა არის. თუ გაუგებარია ემოცია არ არის და საპირისპირო ემოციას უწევს. რასაც მადლობა რომ არის ძალიან ადვილი. ძალიან ადვილი თქვენ ეს შეძლოთ. რა არის ამას ძნელი ვერ გავიგე. უნდა დაიჭირო შენი თავი როგორ მუშაობს. შესაბამისად თქვენი თავიც ეგრე მუშაობს. მე მართლა მჯერა რომ აღმოვაჩინე, აი ახალი აღმოჩენა კი არა, აღმოვაჩინე ოჯახში როგორ უნდა იყო ბედნიერი. იმიტომ რომ ამდენი ხალხი მოდის და გიყვება რაღაცებს და ხო უსმენ, ხო? არ იფიქროთ რომ განსხვავებული სიტუაციები ერთ და იგივეს მეყვებიან, ოღონდ სხვადასხვა სახელები გვარები და სხვადასხვა დროა, ერთ და იგივე. ის კი არა ამას წინათ ერთ მამაკაცი იყო, დაიწყო მოყოლა ოჯახზე და მე ვთხარი, იცით რაშია საქმე და ვიცი მეთქი. და მეყურებს და მე მოუყევი. და საიდან იცით? იქიდან ვიცი რომ უკვე 1165 ისტორიას ვისმენს გავს. და ამ კომუნიკაციის ანალიზმა, ურთიერთობის ანალიზმა, ნახე საიდან მე მეყვანა, ისევ იქამდე, რასაც მეგეუბნებთ რეგულაციამდე. პირველი, ძალიან საინტერესო მომენტი ქორწინების ამბავი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ პრაქტიკაში გამოსაყენებელია. თქვენ გადახედეთ თქვენ ურთიერთობას, ვისაც მეუღლები ყავთ და ვისაც გეყოლებათ. ნუ ყავდათ გადაამოწმე ვერსია. ყავდათ გადაამოწმეთ ვერსია. პირველი რაც გითხარით, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ურთიერთობაში ჩვენ შეგვიძლია ემოცია გავაჩინოთ, ხო? ჯერ საინტერესო მომენტი ის იყო ჩემთვის, რომ მთელ მსოფლიოში ქვია თაფლობის თვე. კვარტალი კი არ ქვია. ნუ დეკადამით უმეტეს არ ქვია. ეს თვე რა უბედურებაა, რა არის თვე? ხო და იმ კომუნიკაციის ანალიზმა ზუსტად ეგ მომცა, რასაც მე გეუბნებით. იმიტომ რომ თუ პირველ პერიოდში, როცა მოდი ესე ვთქვათ, შეყვარებულობის პერიოდია, ემოციები დადებითია ძირითადად, თუმცა აქაც ბევრ შეცდომებს უშვებენ, მაგრამ სურვილი იმდენად დიდია, რომ მაინც თვალი დახუჭული გაქვს ამაზე. ცოლქმრობის პერიოდში ენა იცვლება ურთიერთობის. ენა იცვლება, მეტი კი არაფერი. და სიყვარულის მაგივრად ეს მეუღლეები გადადიან ურთიერთვალდებულების შეხსენებებზე. ისაა გასაკეთებელი, ეს უნდა გააკეთებინა, ეს დარეკი, ის გააკეთე, ეს გამოვა. ერთი მითხარით, რომელ ადამიანს უხარია იმ ადამიანის დანახმა, ვისი ვალიცა აქვს. არც ერთს. შესაბამისად, როდესაც ამ ენაზე გადადიხარ, უკვე იწყებ ნელ-ნელა უსიამოვნო ემოციების დატოვებას ერთმანეთში და იმის რომ გაიხსენო, რომ როგორ გიყვართ ერთმანეთი, უნდა გაიხსენო, რომ გაიცანი. იქიდან უნდა წამოიღოს გზნობა და ჩაასხა აქ და რამდენჯერ წამოიღებთ ერთი და იგივე ადგილიდან იმ გზნობას. აი პირველ დღეს რო გაიცანი თუ მეორე დღეს მე რეიტყვი რატო არ დაიწვა ის დღე შენ რო გაგიცანი დაახლოებით ეგ ტექსტი იქნება. კაი, მაშინ როგორ ვაკეთებთ და რა უნდა მოხდეს? ეგ იგივე ამეთქი, როცა ვალის გზნობა აქვს ადამიანს, რომ აი დილას ლოგინში რო იღვიძებ და გეწვეს საკრედიტო ოფიცერი, 1000 ლარი გაქვს შესატანი სადღაც ყოველ დილას, ნუ როგორ დასანახი. კომუნიკაციაში, აბა ჩახსენით ვალდებულების გზნობა. ცადეთ. არავის არ აქვს არანაირი ვალდებულება ერთმანეთის წინაშე. და შესაბამისად ყველა მოქმედება, რომელსაც გააკეთებთ მეუღლის მიმართ, კაცების და ქალების, არა ვალდებულებიდან იქნება, არამედ სიყვარულიდან. და მე ყოველ დილას ვალდებული ვარ კი არ მახსენდება, ყოველ დილას მახსენდება რომ მიყვარხარ. და ყოველ დილას რომ მახსენდება რომ მიყვარხარ, ესაა მთავარი და არა ყოველ დილას რომ მახსენდება რომ ვალდებული. ეს მეგონა რომ ქალები უკეთესად გაიგებდნენ, მაგრამ რატომღაც კითხვები ქალ. აბა ბავშვი როა გამოსაყვანი არ უთხრა? ნუ ესეთი კითხვა. კი, უნდა უთხრა, მაგრამ როგორ ეტყვა?
როგორ ეთქვი ამაზე? მე თუ გეტყვი ესე რომ იცი რა, მე რაღაცა საქმეები გამიშდა და შეგიძლია თუ შენთვის ძალიან ძნელი არის რომ ბავშვი გამოიყვანო. თუ პრობლემას გიქრის არა, მე გამოვიყო. ეს არაა ვალდებულება, ეს არაა ფორმა ვალდებულების. ანუ ფორმაზეა დამოკიდებული, ხო? როგორ ვეტყვით? მე მგონია რომ ეს არის. მე მგონია რომ არსი არის ნამდვილად ეს. იმიტომ რომ ეს არის აი ამათი ისტორიების ანალიზი, რასაც ესენი მეყვებიან. ქალი და კაცი. 20 წლის ცოლქმარი, 20 წლის სტაჟის, 20 წლის ცოლქმრები კი არა. რასაც მეყვებიან. რა უნდა ეს ძნელი გასაკეთებელია? ყოველდღე თქვენ აკეთებთ რაღაც კარგს, იმით რომ გიყვართ და არა იმით რომ ვალდებული ხართ. აი შეგიძლია გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ იგივე ვარიანტები, იგივე ზუსტად იგივე ვარიანტები. ეს არის ემოციას, რომელსაც ვთქვა. მე რომ აგიხსნათ კიდე რომ ემოცია არის განსაზღვრელი, იმიტომ რომ ემოციების რეგულაციაზე ვლაპარაკობთ. ერთ-ერთი მაგალითად გავრცელებული ვარიანტი, რომ გადაჭარბებულად არის ვიზუალური მხარე პარტნიორული ურთიერთობებისთვის. აი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ რა სიმაღლეა, როგორი ცხვირი აქვს, ყური აქვს. არა, ეს ვიზუალური მხარე მხოლოდ არის პირველი ეფექტი, იმიტომ რომ პირველად მაგას ხედავ, მეტი არაფერი. ახლა მე გაგახსენებთ შემთხვევებს, საკმაოდ დიდები ხართ, რომ ეგეთი შემთხვევა ერთი მაინც არ. ვიღაც გაიცანი ძალიან ლამაზი სიმპათიური ტიპი, ქალი კაცი მნიშვნელობა არ აქვს. და ხმარო ამოიღო აღარ არის ლამაზი, გქონიათ ეგეთი შემთხვევა. ნამდვილად გექნებოდა. და ხუთახელი სილამაზე დაკარგა რა, ცოტა ხნის წინ იყო ლამაზი, ჯობდა ჩუმაჯდარი იყო, ხო? პირიქით არ ქონიათ რომ შეხედეთ მაინც და მაინც შესახედავი არ არის, მაგრამ ურთიერთობაში შედიხარ და არა თუ შესახედავია, მიმზიდველია. ძალიან მიმზიდველია. კაი, სხვა რაღაცასაც გაგახსენებთ, აი სამეგობრო ერთ-ერთ თქვენ მეგობარს ვიღაცა რო უყვარს და დანარჩენ რო ფიქრობ, რამ შეაყვარა ეს? ანუ შენ რო ვერ წარო, იმიტომ შენთან ის ემოცია არ მოსულა. ესე იგი, ამოცანა არის ემოცია შექმნა და თუ ეს გეხერხება, შექმნი ნებისმიერ ემოციას, თუ ჭკვიანი ხარ. მე ახლა ინტრიგას იმიტომ ვუშვებ, რომ ეს სერიოზული საკითხია, ოღონდ ადვილი რო თქვენ გონიათ ძნელია. ამასთან ქუჩაში გოგომა გამაჩეს აეროპორტში რო ჩამოვედი და გისმენთო ყველაფერში სწორს ამბობთ, მაგრამ თეორიულად მაგრები ვართ, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოგდები და რაღაც დარჩა პრაქტიკამდე, ნუ თავი ხო გაბიალო. არაფერი პრობლემა არ არის ამის გაკეთება. მეორე ვარიანტი, კიდე ერთი მტკიცებულება, რამდენი ხელა მნიშვნელობა აქვს ვიცოდეთ რომ ემოციების მართვა და მიხვდეთ რომ ემოცია განსაზღვრავს ყველა გავლენას, ანუ ყველა შედეგი არის ის ემოციური შედეგი, რაც იქ დავტოვოთ. მკითხვა მაქვს ხოლმე ესეთი, თქვენი სახელი? ინო. წარმოედგინეთ ახალგაზრდა ქალი, გინდა ძველგაზრდა რა მნიშვნელობა ქალი და კაცი მუშაობენ, ქალს დაუვარდა მარკერი, კაცმა მიაწოდა. ამათ შორის რაღაც ურთიერთობა რო წავიდეს სხვა, უფრო პირადული, რამდენი პროცენტი? თქვენი არ მეტი სიტუაცია რა, რაც გითხარი, ის არის, იქიდან გამომდინარე რამდენი პროცენტი. შენ როგორ ფიქრობ თქვი? შეიძლება 30-50 არის სწორია რომ არის. ახლა ნახეთ, ეს კაცი და ქალი, ეს ახალგაზრდები წავიდნენ კორპორატიულზე, სადღაც ექსკურსიაზე ღამის თევით. ეს ქალი დაიკარგა სადღაც. ეს ერთ-ერთი კაცი წამოდგა, ახლა ხო ჯგუფის წევრია დაკარგო, წავიდა ეძება და ნახა ორმოშია ჩავედნენ, ფეხი აქ ნაღრძო. ჩაძვრა ეს კაცი, გადაუხვია ფეხი, ამოიყვანა, აიყვანა ხელს და ბრუნდება იქ ცენტრში, სადაც ცეცხლიანთია და ეს ბუკუკუს იძახის და ვარსკვლავი. ახლა რამდენი პროცენტი? ეს ხო იგივე კაცი და ქალია, რომელიც აი იქ მარკერი მიაწოდა. ესე იგი ეს პრობლემაა. ემოცია, სიტუაციები შექმნა ეს ემოცია. იქ არ შეიქმნა და ამიტომ დაიბნა. ახლა მარკერი მომაწოდა, ეგრე რამდენი მარკერს მიაწოდებენ, იმდენით გზნობა გაუჩნდა არა ხო? ყველაფერი ერთად არა მარტო ზრუნვა. ეგრე მთლად არ არის ზრუნვა. მან პარადოქსებია ძალიან საინტერესო, თუ ოღონდ ნუ გადამიყვანთ ახლა მაგ ურთიერთობებში, თორე დილამდე ვიждდებით აქ. იქ სხვანაირი პარადოქსებია. ხო, აი აქედან გეუბნებით რომ ემოციები არის ყველაფერი რა და ამაში თქვენი დახელოვნება ნიშნავს საკუთარი ცხოვრების ბედნიერად გატარებას. საკუთარი ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში. ახლა რაც შეეხება შემოატრიალოთ, ხო, ჩვენ ვლაპარაკობთ ემოციურ რეგულაციას. თუ გარედან შემოსული შინაარსი და მე მგონი დავამტკიცე თუ კიდევ ვინმე საერთოდ არ გეტყვით, ამ ხელა გავლენა შეუძლია ჩემზე მოახდინოს. გაუბრაზდე, გამიხარდეს, ბედნიერი ვიყვა და შიგნით პროცესი თქვენ თავში რაც მიდის.
ისიც ხო თქვენი ურთიერთობა თქვენ თავთან. და თქვენი ურთიერთობა თქვენ თავთან თქვენი დგება და თავი დგება იმ ხასიათზე, რასაც შენ თავს შენეუბნები. და რა არის საინტერესო? აქ მე მაგალითად ხო თქვენი სახელი? რა არის ვერ გავიგე, კარგი. ესე იგი, თუ უყურე, თუ ის ვარიანტია, ნახეთ, რომ ნინოს დაუშვათ რაღაცას ვეუბნები და კაი ხასიათზე დადგა, რაღაცას უთხარი და ცუდ ხასიათზე დადგა. და როგორ დადგა, მე ვუთხარი შინაარსმა გაიარა და ამ შინაარსის მნიშვნელობა დაკავშირებულია ემოციასთან. დააკვირდით, რომ ფსიქიკას შეუძლია ყველანაირი რაღაც, მე რო გთხოვოთ, რომ გითხრათ ეგეთი რაღაც რომ მოგიყვეთ, რომ ინდაურმა დაურეკა გოჭს და გოჭი ამ დროს ნამცხვარს აკეთებდა მეთქი, აგერ დაიწყო წარმოდგენა, უკვე ჯერ არ დაიმთავრებია და წარმოიდგინა. ნახეთ, ჩემი ტექსტი თქვენ ფსიქიკას ყველაფერი შეუძლია წარმოიდგინოს ჩვეულებრივი ამბავი. და როდესაც ჩვენ სხვასთან მივდივართ, მეტნაკლებად რას ვამბობ, ახლა შეიძლება ნინოსთან მივდივარ, აი ვფიქრობ მაინც რომ ესე უთხრა, ისე უთხრა. ხა სწორს ფიქრობ თუ არასწორს ეს ცალკე საკითხია, მაგრამ რაღაცა სტრატეგიას ხო ვაყალიბებ. და საკუთარ თავთან რატო არ გინდათ სტრატეგია ჩამოყალიბოთ, რა უნდა ელაპარაკოთ. ემდა საკუთარ თავი ზუსტად ისევე რეაგირებს, როგორც სხვის ნათქვამი. ანუ შენ თავს რას ელაპარაკები, იმის ანალიზს საერთოდ არ ვაკეთებ და გონია რომ მოცემულობა. გონია რომ მოცემულობა, რომელიც არ ექვემდებარება ცვლილებას, არ დაექვემდებარება ზუსტად ისევე ნინოს ამას ვეტყვი თუ იმას ვეტყვი. რას გულისხმობს? რა ვიცი, მე ბევრი მაგალითი მომყავდა, მაგრამ ეს მაგალითი რატომღაც ყველაზე გასაგები გახდა და ამიტომ იგივეს გავიმეორებ, რასაც ვამბობ ხოლმე. ნუ ჯერ ჩვენ თავთან ურთიერთობა გვაქვს, მაგაზე ხომ მეთანხმებით, ყველა თქვენი ფიქრი არის თქვენ თავთან ურთიერთობა. თუ კარგად დააკვირდებით, თქვენ როცა საუბრობთ, მაგალითად მე მესაუბრებით, ან მინდას თქვენ თავს ესაუბრებით, უნდა წარმოიდგინოთ, რომ თქვენი თავი თქვენ გისმენთ. ძალიან საინტერესო მომენტი, ანუ მე ვლაპარაკობ და კიდე რომ წარმოგიდგენთ, ჩემი თავს, ჩემი მე რასაც ვლაპარაკობ, მისმენს და ჯერა ჩემ. ან მეორე ელოდება მითითებებს, აი რა უნდა გავაკეთო. და ნახეთ ახლა როგორ მუშაობს ეს თქვენი თავი დაახლოებით. ანუ მე ვცდილობ რომ ისეთი სიტუაციები მოგიყოთ, რაც დიდი ალბათობით გქონიათ რა ცხოვრებაში. აი სახში ხართ და რაღაცა გასაკეთებელი გაქვს და გეზარება. ახლა ორი განცდა გაქვს, გასაკეთებელი გაქვს და გეზარება. მაგრამ იცი რომ მაინც შენი გასაკეთება და გეზარება ცუდად ხარ. შენ თავი როგორ არის, გელოდება, ანუ ახლა თქვი რა შვებით რა, ანუ დაახლოებით ესე და ვერ მიიღო პასუხი, ხო, გასაკეთებელი გეზარება და ნახე თვითონ მოგეხმარება, დღეს რაღაც ვერ ხარ. დღეს რაღაც ვერ ვარ და შემიძლია აღარ გავაკეთო. მომცა ის ფრაზა, რამაც გააჩერა ეს პროცესი, იმიტომ არ დავაყენე საშველი. კიდევ ერთი მაგალითი, მე ნამდვილი მაგალითები მომყავს, ადამიანმა თქვა მარიხუანაზე თავი დამანებებინეო, ეს ვინც მოიგონა რომ მარიხუანა არაფერს არ აკეთებს, არ ვიცი მე. ამდენი ხალხი რატომ თხოვს თავის დანებებას, თხოვნას, მაგრამ კაი მოვილაპარაკეთ რა, თავის სურვილია რომ დაანებოს თავი და იქიდან გამომდინარე რომ მოვილაპარაკეთ, რადგან უნდა რომ დაანებოს, კვირაში ერთხელ უნდა დამირეკოს, უბრალოდ რომ მოლაპარაკებაზე რა, აი რო გითხრა რომ ნინო, როგორ ახარ? არ დამირეკა. იმ დღეს როცა უნდა დაერეკა. მე ხვდი რომ 8 თვის მერე 8 თვე არ მოუწევებ, ურეკა მე მეთხარ რა ქენი მაინც კიო. ახლა მე რა მაინტერესებს მე ხო კომუნიკაციის მოდი ესე თქვა, აქ ამაკ იმ როგორ მოხდა მეთქი? ნუ იმ ბიჭებში მოხვდიო, ვისთანაც ერთად ვეწევით. მე მეთქი რა გაიფიქრე. ეხეთ ახლა ამდენი ხანი არ მომიწევია და ხო შეიძლება ერთხელ მაინც ჩემ თავს საჩუქარი გავუკეთო. რა ფრაზა შეთხზა? ეს კი არ გაიფიქრა, ერთხელ კიდე დავაზიანო ჩემი თავი. საჩუქარი გავუკეთო და პატივი ვცე. რა ლამაზად არის შეფუთული ის, რაც მე მინდა რომ გავიადვილო გაკეთება. თქვენი ფსიქიკა გიცავთ თქვენ უარყოფითებისგან აცხანდა ხან ხო? მაგალითად შური. შეგშურდათ ვიღაცის, თქვენ არ გაიფიქრებთ რომ შეგშურდათ. არ გაიფიქრებთ. ნინო? რა ქვია? აბა? რა ქვია? ანა. შემშურდა ანას. ამას კი არ გავიფიქრებ რომ შემშურდა და ნახე აგრესია, მაგრამ რამეს თავი რა გონი, ნახე როგორ ზის. არაფერს არ გიშავს, მაგრამ ამას არ გაიფიქრებ რომ შეგშურდა. ამიტომ თქვენ უნდა ისწავლოთ, თქვენ თავი დაიჭიროთ, თუ ეგეთი ელემენტი არის, თუ გინდათ პიროვნულად გაიზარდოთ. შემდეგი კიდე პრაქტიკული რჩევა.
თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი ფიქრების რევიზია. რევიზია რა გაიფიქრე და ცუდ ხასიათზე გაყენებს. თუ მაინდა-მაინც ვერ მიხვდი რა გაყენებს ცუდად, გადმოიტანე შენი ფიქრი ქაღალდზე. დააკვირდი იქ არის რომელიღაცა სიტყვა, რომელიც გირევს ყველაფერს. უბრალოდ უნდა შეცვალო ეს სიტყვა ტექნიკურად, წაშალე და სხვა სიტყვით ჩაანაცვლო. მაგალითად, ესეც ნამდვილი მაგალითი. ხშირად არის ეგეთი სტანდარტული სიტუაცია, მოვა ვიღაცა, ხო და მეუღლე მიმატო. და ცუდად არის. სადა ემოციური დატვირთვა რომელ სიტყვაში. იგივე ფაქტი ხო შეგვიძლია სხვანაირად თქვათ, წავიდა, დავშორდით. აგვირდებით რომ დავშორდ და მიმატო აბსოლუტურად სხვა ემოციებია. და რო ეთქვა თავისუფალი ვარ. რა კაი ხასიათზე შემოვიდა და. და როცა ჩემთან ხვდება ესე ადამიანი, მე არც ჯადოს უკეთებ, არაფერს ზუსტად ვალაგებთ ისე და ცოტა ხნის წინ ტრაგედია რო ეგონა, ხო? პირიქით. ახლა სკეპტიკოსების კი მაგრამ ხომ თავის მოტყუება უკაცრავა და ფერ თავის მოტყუება არ არის. ისედაც დაგიმტკიცებთ რომ თუ ვინმე თქვენგან წავიდა, წამსვლელი უნდა წავიდეს და რაც მალე წავა, მით უკეთესია, მეტი დრო გრჩება საკუთარი თავისთვის და ახალი ურთიერთობებისთვის. ასე რომ ვინც წავიდა, ძალიან кайქნა რომ წავიდა. ხან ადამიანები რო ხვდებიან, ჩვენ იმ ადამიანებს მეც ვთხოვთ და დააკვირდით ადამიანებს თავისი ფუნქცია აქვს. იმ ურთიერთობამ რაღაცა მოგცა, იმის იქით ვერ განვითარდა ხო და კარგად ხარ, გადავხადე მადლობა აი ამ ურთიერთობისთვის და შემეშვი ახლა რა. ვეღარ ვითარდები და ჩვენ არა. მაინდა-მაინც ბოლომდე ეგ სხვა საკითხია ურთიერთობებში. რა? შეგიძლია რომ აი ეგეც რატოა? უყურე, ეგეც ემოცია. თქვენ გაიცანით ადამიანი, რომელთაც აღფრთოვანეთ, წარმოიდგინე. და რო აღფრთოვანთ ეს ხო ემოციაა. და მეორე დღეს გინდა რომ იგივე დოზა მიიღო. და კაცმა თუ თავიდანვე ყველაფერი მოგცა, ვერ გაგიკეთებს იგივე დოზას და შენ გონია რომ რაღაც სხვანაირი გახდა, ის კი არ გახდა სხვანაირი, შენი მოთხოვნილებაა გაზრდილი. დაახლოებით რას გავს, ხო? მაგალითად, წყალი მინდა და აგერ ანამ მომაწოდა მაგალითად და მომეწონა რა გაიგო გოგო, წყალი მომაწოდა, მე კიდე რაღაც სიგარეტი მინდოდა, მომიტანა, кайგო და მე გაბრაზებული ვარ, თავი რომ მეფხანებოდა, რატო ვერ მიხვდა. შესაბამისად ეს კი არ შეიცვალა, მე გავზარდე მოთხოვნები და ამიტომ გახდა ცუდი. ეგ სხვათა შორის გადახედეთ ხოლმე ურთიერთობის სანამ ვიღაცას დასკვანს გააკეთებ, თქვენ ხო არ გაზარდეთ მოთხოვნები და როგორც კი ჩამოწე, ყველაფერი თავის ადგილზე დგება, ისევ ისეთი ტიპია, როგორიც იყო. ჩვენ ბოდიში მაგრამ ამაში ღრულად ვიქცევთ რა, კიდევ ვთხოვ და კიდევ ვთხოვ. რა შეუძლია ამას, რაც გააკაცია, კალია გააკეთა, ის რაც გააკეთა, რაღაც ვითხოვ ამდენს, ხო? შემდეგი საინტერესო თქვენთვის ემოციური რეგულაციაზე საკუთარ თავთან. მე მიყვარს ანალოგიები ძალიან ბევრი, იმიტომ ჯერ ეს ანალოგიები თვითონ საინტერესო პროცესი, ძალიან საინტერესო პროცესი. ამ ანალოგიებში აღმოჩენილი მაქვს, რომ ბუნებას, გინდა ღმერთი დარგვი, გინდა ბუნება, მაგრამ ჯერჯერობით მაგამდე არ მესულა, რომ ასე თქვა და ის თქვა, მაგრამ იმდენად ყველაფერი ზუსტად აქვს დალაგებული, რომ შენ ვერაფერს ვერ მოიგონებ ახლოს. მე-20 საუკუნეში ადამიანმა მოიგონა სამსახური. დეპარტამენტის უფროსი და უსაფრთხოების სამსახური, ლოჯისტიკა, ანალიტიკური სამსახური, რა თქვია, კიდე და ეგ ყველაფერი უჯრედში როა, გიფიქრიათ. ხელმძღვანელი არის ბირთვი. ანალიტიკური სამსახური არის საინფორმაციო რიბონუკლეიჯება, რომელიც აგროვებს რა ცილები ჭირდება უჯრედს. სატრანსპორტო არის რენემი ლოჯისტიკა, იმას მოაქის ცილები. ლიზოსომები ასრულებენ დაცვის ფუნქციებს, შესასვლელის ფუნქცია მემბრანაა და იქ ატარებს, არ ატარებს. ანუ ის რაც ამან მე-20 საუკუნეში მოგეთ თურმე ატარებს ერთ უჯრედში, შიგნით. ხო და აქედან გამომდინარე ამ ანალოგიებს რო ვაკვირდები, ზოგი არის რაღაცა ფსიქოლოგიაში ბევრი რაღაცა ფიზიკის კანონებიდან. ძალიან ბევრი საინტერესო მომენტი. ერთ-ერთი მომენტი ჩემი მუშაობის აი ესეთ ნერვიულობასთან დაშფოთვასთან. მაგრამ ამას გივლით პრაქტიკულ დაკვირვებებს. თქვენი ვიღაც ახლობელი რო ნერვიულობს, თქვენ რო ეუბნებით ის არის ნერვიულობა, შეუწყვეტია ნერვიულობა. ეფექტურია, მე დავდევ იმას, თქვენი სახელი? მამუკას და ვეუბნები არის ნერვიულო, როცა არ ნერვიულო, არ გამოდის, არანაირი აზრი არა. და მე ავდექი და შევატრიალე, ეს ფსიქოლოგიის ცნობილი ფაქტია, რომ მოდიან ნერვიულობა, ვეუბნები რომ გააძლიერა ნერვიულობა. მოუმატეთ აბა ნერვიულობას. აბა გაიხსენეთ თქვენ რომ ნერვიულობთ, აი ესე დაიწყეთ რომ მოიცა ეს რა ნერვიულობაა, მოიცა ცოტა უფრო მაგრა ნერვიულდე და მთელი პარადოქსი ისა რომ საერთოდ ვეღარ ინერვიულებ.
შენ თვითონ გაგეცინება. ფსიქოლოგიაში ამას ქვია, კი. ასკას პარადოქსი ქვია, მაგრამ არ არის პარადოქსი. იმიტომ კარგად უნდა წარმოვიდგინო მექანიზმი. წარმოვიდგინე რეზინის მილი რო წარმოვიდგინო და შეგინდა გადის ნერვიულობა, ხო? როცა მე ვამბობ რომ არის ნერვიულობა, თქვენ უნდა გადაკეტოთ. რო გადაკეტავთ რა ხდება, წნევა იზრდება. და აქტუალური ხდება და შემაწუხებელია. კი გადაკეტილი, მაგრამ გაწვება და როგორ არის, შენ დათიხეთ ყველაფერი კარგად იქნება, ყველა ნერვიულობა. არა, ეს დამშვიდება. ჩვენ შევცვალეთ ეს ჩემებმა ვინ ჩემთან იყო, რომ პირიქით. ერთი უცხოეთშია გოგო, გამოუწერე რომ დღეში, ყოველ დღე 7-დან 8-მდე ჩაიკეტოს ოთახში და ინერვიულოს. შენ რო იტყვი ნერვიულობის დრო გწავლა. ვეღარ ნერვიულობს. ვეღარ ინერვიულებს. ნამდვილად ვერ ინერვიულებს. ეს არის გამოიცნო როგორ მუშაობს შენი ტვინი. და მიყვე რა, იცოდე. სად როგორ, იმიტომ მაშინ შენ მართავს სიტუაციას. სიტყვების უკან რო ემოციები დაკავშირებულია მეთქი და ბევრი რაღაცა გვიშლის, ხო? ახლა ბოლო დროს აღარ ვარ ესე აგრესიულად მაგრამთან განწყობილი, მაგრამ სულ ამბობ რომ მაგრამ სიტყვა არის წინა ნაწილის ხო? და ჩვეულებრივ სიტუაციაში წინა ნაწილი პოზიტიურია ხო? აი რომ მიხვალ იმასთან რაღაც შენ რო გიყვარს რავი კაცი თუ ქალი და ის რო გეუბნება შენ ყველაზე კარგი ხარ. ყველას ჯობი ხარ. მაგრამ ხო? არანაირ ან იმაზე გასაუბრებაზე იცით რა ძალიან კარგი ისე ცივი გამოცდილება ძალიან პრინციპში ძალიან მაგრამ არა აქვს ნუ მაგრამ არის მკვლელი იშვიათად რომ პოზიტიური ნაწილი იყოს წინ ესეც დაკვირვებით მეგობრებმა იციან რომ გაშაყიდებ რა რაღაც ცუც გეუბნები და მე გეუბნები კაი მოყოთ მე მეტყვი რა რაგული გამიხეთე ეს კაი გარეთაც არ ვარ ეს საზღარი დათანხმება კიდე ვისაც გაქვთ მოიშალეთ იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხო მაგრამ არა არის ახლა რანაირ დათანხმება ხო მაგრამ ვერ გავიგე იმიტომ რომ ეგრევე მოკალი ის შენი ხო და თქვი რა ვისი ბრანჭები ხო ამასთან დაკავშირებით ჩვენ როგორ ფიქრობთ იქაც ეს მაგრამ შეიძლება ცუდი რაღაცები გაგიკეთოთ მე რო გაჩვენოთ რამდენად შეუძლია მაგრამს დასამარება ყველაფრის ფიქრში წარმოვიდგინოთ ხო რამდენჯერ მოვყანე ეს მაგალითად მგონი მართლა ვალა იმ წავხდები ალპინისტი მინდა მყინვარწვერზე ასვლა მაგრამ შესაძლებლობა არ მაქვს თქვენი სახელი? ხო, აი რო გავიფიქრე, მაგრამ შესაძლებლობა ურეკავს საფას წარმოიღე ერთი რა, სასმელი დავლეთ, აი მინდოდა მყინვარწვერზე ასვლა. ეხლა უყურებ, ცვლით სიტყვა მაგრამს, მაგრამ ყველაფერს ტოვები იგი. მინდა მყინვარწვერზე ასვლა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებლობა არ მაქვს. ცოცხალი დარჩა, ნახეთ мотиваცია. ცოცხალი დავტო. ანუ გააკონტროლოთ რას ფიქრობთ რა და თუ არასწორად ფიქრობთ არანაირი პრობლემა არა უბრალოდ სიტყვა გამოცვალ და შენ თვითონ მიხვდები რომ ემოცია შეიცვალა თვითონ მიხვდები ნუ ყველაზე ისეთი მაგალითი ჩემი ასე ვთქვათ ურთიერთობის ისტორიებიდან ერთ-ერთი ბიზნესმენია და აუხსენე რომ ფიქრი რომელიც შენ არ მოგეწონა თვითონ ხო არ მოგეწონა და კიდე სხვანაირად გაიფიქრე რა სხვანაირად გაიფიქრე ხო და მეორე დილას დამხვდა სახლთან 8 საათია და რა იყო მეთქი სამსახურში ვიყავ გავიფიქრე რაღაცა არ მომეწონაო და რომ მითხარი რომ სხვანაირად გავიფიქრე და ემოცია მართლა შეიძლება გამოვიდაო აბა საწავ კი მოიყვანა ცოლი ბავში თელი ნათესავები ჩემთან დადიოდნენ აი აქ იარეთო ამასთანო რაღაცა ხო და ჩემთვის ეგ ბიზნესი ნაკლებად არ მეძირეთ ორგანიზაციის კონსულტანტი ვარ ეს საკითხები არის იმიტომ რომ შედეგს ხედავ რეალურ შედეგს ხედავ ადამიანებში ვხედავ და კიდევ ერთი დაკვირვება რომელიც თქვენთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს პირველი მე გეტყვით ჩემ ასე ვთქვათ უცბად მიღებულ შედეგს რა სადაც კომუნიკაციას ვსწავლობთ ხოლმე ანუ სტუდენტებთან არიან იქ ნუ ეტაპობრივად ყველაფერს მივყვებით ხო და ერთხელ ვუთხარი ჩამოწერეთ ფრაზები რომელი ფრაზებითაც ადამიანი გამოიყვან წყობიდან გააგიჟებ და გააბრაზებ და უყურებ წერენ ფურცელზე შეიძლება ყველაფერი მოსულა რა დედის გინებიდან დაწყებული ყველაფერი და ნუ გავიდა 20 წუთი წერენ მეუბნები აღარ მინდა მივხვდი რომ რო არ შემეწყვეტენებინა ნუ რავი შეიძლება დილამდე ეწერათ რა მეთქარი აბა პირიქით ახლა გააკეთეთ რომ რა გაეხარდება ადამიანს მეთქი და აქ იყო მაშინ ჩემთვის და ჯგუფისთვის პირველი აღმოჩენა მესამეს მე გაიჭედნენ
ვიღაც მაგარმა მეოთხე და მეხუთე დაუმატა. ხედავთ რა დღეშია ხალხი? როგორ მოგიშალო და დაგინგრიო ნერვები პრობლემა არა მაქვს. და აქ ღარიბი გავხდე, ეს არის თქვენი უკაცრავად ჩვენი სოციალური ქსელები, მასმედია და პოლიტიკოსები. ამხელა ბუღმა რაც არის, იმიტომ რომ ეს სიტყვები ნახე სუ აქტიურად გესმის და შესაბამისად როცა წერ, იმდენად აქტიურია რომ ძებნა არ გჭირდება რა იმას გაიხსენება, ამას გაიხსენება და ყველაფერი შეძლო. აქ უკვე არაფერი არ გახსენდება. და გახსენდება ყველას რაც ახსენდება სტანდარტულად 95%. სხვათა შორის ამოიღეთ და გარვარგა ჯერთი არა ორიგინალურები იქნები და მე მეერთერთი კოჭლი კომპლიმენტია რა კარგად გამოიყურებ. კოჭლია, იმიტომ რომ გამოიყურები არის სიტუაციური და არა პიროვნული. სიტუაცია გაქვს შეფასებული, ეგრე ვთქვა რომ ჭკვიანს გევხართ. კაია? არ არის. კომპლიმენტი არის რომ მომხიბლავი ხარ, შენ ხარ მომხიბლავი და გამოიყურები სიტუაცია ჩავარდა ეგეთი რომ გამოიყურე. ხო და ყველას მოსდის ეგ თავში და იმის იქით უკვე მაგრა უჭერთ. ძალიან მაგრა უჭერთ. უთხარი და უთხარი პიტა უთხარი ძალიან ლამაზი ხარ და დამიჯერე ვისაც ეუბნები. მილიონჯერ ცოტა კი შეიშმუშნება რაღაცის. ხო, კი ვთქვი, მაგრამ ვიღაც კაცმა მითხრა იგი უკვე შესაშიშია, მე შეიძლება გიჩივლოს. ხო. იცი რა, შენ დარჩი იმად რაც იყავი და იმან თუ გინდა გიჩივლოს რა. მე ესე ვფიქრობ. არა მარტო და რაც მე ვთქვი, ამას გაიზერებს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ვინც აღარ. რა უბედურებაა ესე. ის ხო კარგად შემილია ის რას გევხარ და ვის და კარგი ხარ და უპატრონო. ეს ხო შემილია და ამაზე უნდა მიჩივლონ და ის აზრის გამოხატვის თავისუფლება ეს თურმე თავდასხმა რა მაგარია რა. ხო ხედავთ რომ ვერ არიან, ხო? ის თავისუფალი აზრია და ეს ის არის რა ქვია, სახიფათო. მოკლედ, არც გაცვეთა არ შეიძლება სიტყვების, იმიტომ რომ თუ შენ ერთი და იგივე სიტყვებს ხშირად იყენებ, ის ემოციური ზემოქმედების ძალას კარგავ. თუ კიდე ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ვიღაცას დააყენეთ და შეაქეთ. მე ზუსტად იგივე სიტყვებით უთხარით მეორეს, მესამეს, მეოთხეს და შეამოწმეთ პირველის განცდა. რაც ეს სიამოვნო უკვე აღარ, იმიტომ რომ ადამიანს უყვარს ეს განსაკუთრებული და თუ სტანდარტულად ყველას ერთ და იგივეს გეუბნებით, ის კარგავს ძალას. ეს სიტყვა საყვარელოა. ხო, კარგავს, არა მარტო საყვარელო, ახლა ის ჩვენი დასავლელი მეგობრები ხომ მიხვდნენ რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აბსურდამდე მიიყვანეს, ამიტომ ტექსტი იწყება ხოლმე ამერიკიდან საქმიანი წერილი მივიღე ქალისგან, რომელზედაც მე ვფიქრობდი, როდის ქონდა ამ ქალთან სხვა ურთიერთობა მეთქი. არ ქონია. ძვირფას, ხო იცით არა როგორ იწერებ. ხო და შესაბამისად, როდესაც ეს ფორმალური ხდება, ემოციური ზემოქმედება აღარ აქვს. ამიტომ ჩვენ ახალგაზრდებს, რომელიც იგივე ხერხით წავიდნენ, მაგალითად, მიყვარხარ, გაკოცეთ და მართლა რო უყვარს, მე ჭირდება სიტყვების დამტვერვა, ოღონდ მართლა. დედას გეფიცები უნდა დავამატო, იმიტომ რომ იმდენად ხშირად ხმარობ, რომ ამას უკვე ფასი აღარ აქვს, ხო? რაღაც უნდა გესმოდეს, ასაკეთებ. ნუ ეგ მეორე უკიდურესობა. ასე რომ ეს ვარიანტი გაითვალისწინეთ. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი თქვენთვის და თქვენი წყნარი ცხოვრებისთვის. აი ეს წეგანში ფოთვა და რაღაცა რო ვახსენე და შიშები და ზოგადად რეაქციები. ამ ანალოგიამ რომელსაც გეტყვით ძალიან გაჭრა ბევრს უშველა რა, იმიტომ რომ უკავშირი ვიცი და იქნებ თქვენც წარმოიდგენთ. შანტაჟი ვიცით რა არის, ხო? შანტაჟისტის ამოცანა რა არის? მაგალითად, შანტაჟისტის ამოცანა არ არის, ახლა იმას რა ქვია, თქვენი სახელი მითხარით? თქვენი. გიორგის სახლი გადაუწვა, ეს არ არის ამოცანა, იმიტომ რომ ისედაც გადაუწვავდი. მე მინდა დავიმონო. შესაბამისად ვეუბნები რომ თუ არ გააკეთებ რაღაცა სახს გადაგიწვა. ეს არის შანტაჟი. უკარა, ოღონდ მიზანი არის დამონება, სახლის გადაწვა არა მაქვს მე. მიხდი ეს რო იყოს მიზანი. უკარასა და შანტაჟის ხობა არის. რა? უკარასა და შანტაჟი. თუ ანალოგია. მუქარა არ ანალოგია მთლად თითქმის ერთნაირია, მაგრამ უყურე რა არის მუქარას დროს რაღაცას გააკეთებისა და შანტაჟის დროს მე მინდა გაქციო ჩემ მარიონეტად. მუქარა შეიძლება იყოს შემაკავებელიც. ხო, მაგრამ შანტაჟზე მე მინდა გაგაკეთებინო ის რაც შენ გინდა და მუქარა შეიძლება იყოს შენ არ გაგაკეთე. უყურე, შენ მითხარი რომ გადამიწვავ სახს და მე გეუბნები გადამიწვავ და მოკლავ.
ის გადაგიწვავს სახლს, იყო შანტაჟის მიზნით სიტყვაზე რა. და საერთოდ შანტაჟისთან და შენ დაემუქრე. დავემუქრე, ხო. და შანტაჟი, ხო, მაგრამ მან მექანიზმზე უფრო მნიშვნელობა აქვს, ახლა განმარტებებზე არა. მექანიზმი რა არის? მე უნდა წარმოვიდგინო სახლი როგორ იწვის და ეს გამოიწვევს ემოციას და ემეშინდება ჩემივე წარმოდგენის ემოციის, ხო სწორება? და შანტაჟის საწინააღმდეგო არის ერთადერთი ვარიანტი, თუ გინდა რომ შენ არ უნდა უთხრა, აი თუნდაც ეგეთი, აბა მიდი ცადე რა. მოდი ვნახოთ. იმიტომ რომ ეს უკვე გამოყავს რომ ის მიზანს ვერ აღწევს. ვერ აღწევს. ამას თავი დავანებოთ. კაი, გარედან შეიძლება რთული იყოს და გაგიჭირდეს, მაგრამ შენ რო შენ თავს აშანტაჟებ. საკუთარ თავს რო წარმოიდგენ, რომ ეხლა ეს რომ ნახე, წარმოიდგინე თან გარედან კი არ მოდის ეს. შენ თავში წარმოიდგინე რაღაცა და მე შენივე წარმოდგენის მონახტები უბრალოდ გაიაზრდ რასაკეთებ. აი ეს რო ხოცი, ვაიმე ის არ მოხდეს, ბავშვს არ მოვიდეს, ის არ მოვიდეს, ის რო ჩამოიქცეს, წარღვნა რო იყოს, მიწისძვრა რო იყოს, თვითმფრინავი რო ჩამოვარდეს, ანუ ეს ყველაფერი წარმოიდგინე, თვითმფრინავი ჩამოვარდა, წარღვნა იყო. და ზუსტად იგივეს ვაკეთებ, მექანიზმი იგივეა. მე ვაშანტაჟებ ჩემ თავს. და ამის კონტრმექანიზმი ზუსტად იგივეა, მიდი აბა ერთი. ძალიან მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციებს, არის სიტყვების კონსტრუქციები, რომელიც ემოციას დაბლაწევს ან მაღლაწევს. ამიტომ სიტყვა, რომელიც თქვენ გაშინებთ, ჩასვით კონსტრუქციაში, რომელიც ემოციას დაბლა დააგდებს, ლინგვისტური კონსტრუქცია და ქვემოწევს ემოციას. მაგალითად, ხო სიკვდილის მეშინია, ხო? დავუშვათ. სიკვდილის, ნუ ახლა მეტი, ახლა რა ვიცი, სიკვდილის მეშინია. აიღეს სიკვდილი და ჩასვი, ნახე, მაგალითად ეგეთ ფრაზაში, ბოლო-ბოლო მოკვდები, მეტი ხო არაფერი. როგორც კი გაიფიქრებ, ემოცია წავიდა ქვემოთ. თუ ეგრე ბადრიჯანი შეგიძლია ისე ჩასვა, რომ გული გაგისკდება, ანუ ზედა ემოციაში. ანუ ის რაც გაშინებს, ის ჩასვი და დამთავრებულია, შენი ემოცია შეიცვლება. ესე ძნელია. გაუსწორი არა, აი ერთ ადამიანს, რომელსაც ლიფტში შესვლა ეშინოდა, მე ვუთხარი, რომ სანამ ლიფტში ჩაჯდები, წარმოიდგინე, რომ ჩამოვარდა, შენ თავი აგეთკდია, ხელი იქიდია, ფეხი ეგდია, ახლა უკუღმა წავედი. აბსურდამდე მიიყვანა. კი, მაგრამ წერილი მივიღე იმ დღეს, რომ კატაო. კაცია რა. კი, იმიტომ რომ ის რომ აი არაფერი არ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება, არა, ეს არის შემაკავებელი. მე არ გეუბნები შეიკა, მიდი. კიდე და თან უარესი წარმოიდგინე. მე მინდა რომ გახვალთ სულ მინიმუმი ფიქროთ და მეორე ცადოთ და გამოგივათ და ისეთი კაი შედეგები გექნება ცხოვრებაში. იმდენად ყველაზე ძლიერი, საერთოდ ადამიანი უნდა წავიდეს გონიერებისკენ რა. დღე რო გავიდა სიცოცხლის ნაწილი, ერთი დღე გავიდა საღამოს რო წვევი, მართლა წონას რა მომემატა, ნახე, რაში გავხდი ოდნავ ჭკვიანი, ოდნავ მაინც. აი ეს რო შეაჯამო და აღმოაჩინო, რომ დღეს ეს იყო საინტერესო, ხო? აი დღეს, დღევანდელმა დღემ ეს მომცა, როგორც კი შენ პროდუქტს დააფიქსირებ, ჩათვალე რომ ყველა არ გასულა ეს დღე. და ხვალიდან რო დაიწყოთ ერთი წლის თავზე თქვენ აღმოაჩენთ სად იქნებით, რამხელა განსხვავება იქნება 365-ისა ნაბიჯი წინ განვითარებაზე, ანუ რაღაცის დამატებაზე. ხო, არა აუცილებელი იმის არ იყოს ისა, გახტომა რო გვინდა და ეგრევე 20 კილოსი, არა, საჭირო 20 კილო მოიმატო ერთ დღეში ჭკუაში, ანუ ოდნავ მოიმატე, მაგრამ ძალიან წინ წახო, პატარა ნაბიჯი. მაგრამ ამოცანა ეს უნდა იყოს. კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, ესეც ახალი ტიპის ის არის, რა ქვია, დაკვირვება და ანალოგიას სად ნახავთ, აბა მითხარით. ჩვენზე გავლენას ახდენს ემოციები, ვინმე ამაში ეჭვგეპარებათ, აღარ გეპარება. ის რომ ემოცია უარყოფითი და დადებითი, ეგეც ვიცით, ხო? ესე იგი გამოდის, რომ მე რომელიმე თქვენგანი თუ მომწონს და სიტყვა მომწონს, მიყვარს, სიამოვნებს და ასეთი სიტყვები დაკავშირებულია ემოციასთან, ხო? მაშინ მამობ. თუ მე ვინმე მომწონს, მას ჩემზე გავლენა აქვს. Sorry. შიშის ადამიანის მოთხოვნილება ემოციების ყველასი აქვს. ადამიანს უნდა რომ ინერვიულოს. პირველად ეს რო თქვი როგორო? რატო უნდა მინდოდეს რომ ვინერო? როგორ რატო უნდა გინდოს? მაშინ ფეხბურთს რატო უყურებთ? პირდაპირ ანგარიში ნახეთ. და აი ფეხბურთს რო უყურებთ თუ ჩანაწერია და რო შეხვიდე და უთხრა ანგარიში ვიცი გითხრათ, რას გეტყვი და
რატო ძლივს დავჯექი სანერვიულო და ახლა გინდა ჩამაშხამო? ხო? ადამიანს შეშინებაც უნდა. წინაკლავ შემთხვევაში საშინელებათა ფილმის ჟანრი არის არსებობდა, ხო? საშინელებათა ფილმს როგორ უყურებ, დავჯექით და არ შეგვეშინდა და რა იდიოტობა იყო. ანუ დავჯექით მე რაღაც ანა შესაშინებლად და არ შეგვეშინდა. ამ ტყუილა დავკარგე დრო რა, მე მეგონი ამიტომ შენ უნდა მიხდე რომელი წყაროდან მიიღო ის რაც შენ გინდა. აგრესია რო გინდა გამოხატო რაღა ოჯახის წევრებზე და ვიღაცებზე გამოხატო, წადი და ან ბოლაზე შედი, სადაც ადრენალინი გამოიყოფა. ამ პარაშუტ მიხდი წყაროებს თუ შეერჩევს, და ეგ არის გონივრულობა. თორე ემოცია ყველას უნდა, ყველანაირი, მათ შორის უარყოფითიც. რო იცოდეთ უარყოფითი დრამაც გინდა თქვენ. ეს დრამას მოაქცემ ტრაგედიად, სხვის ტრაგედიად, ხო? ყველაფერს წყარო. ეხლა ნახე რომელი წყაროზე ვლაპარაკობ, როცა თქვენ ეს გამოგივათ, რასაც მე გეუბნები. თქვენ მიიღებთ სიამოვნებას თქვენი გონივროლობისგან. და ამ სიამოვნებას არაფერი არ შეედრება. როცა შენ იცი, რომ მოიქეცი ზუსტად და თან გონივრება იცი რა ეს სიტუაცია. გონივრებას არ ჭირდება არც ლაიქები, არც გულები და არც აპლოდისმენტები. როცა შენ იცი, რომ გააკეთე ზუსტად ის რაც შენ გინდოდა, არავის ამის აღიარება აღარ გჭირდება. იმიტომ შენ ზუსტად იცი. რო აგიხსნათ, რატო შეიძლება ეგ სიტუაცია არ მჭირდებოდეს და მარტივია. კომუნიკაციაში რო ვასწავლე, მაგალითად, მაპატი არის ერთ-ერთი ჩამკეტი კონფლიქტის რა, იმიტომ რომ ვინც მე მეკამათება და მე რომ მოთხარი ბოდიში, რო გააგრძელო სულ მდგომარეობაში, ის არის, იმიტომ რომ მე თემაზე გითხარი, მაპატია შენ აგძელე. კაი, გააგძელა, ხო? ახლა გვინდა ჩვენ არ გვინდა კონფლიქტი, ხო სიტუაციის მართვანა. მე შემიძლია ვუთხრა, რომ თქვენი სახელი ნინოებს ვუთხრა, ნინოს ვუთხრა, რომ იცი რა, ნინო ეთყობა ძალიან გაწყენინე რაღაც, ხო? და მოდი იცი რა, კიდე უფრო მითხარი მძიმე ეთყო, მე ვიმსახურებ და შენც მოგეშვე. როცა გაბრაზებული ადამიანი მას არ უყვარს თქვენი თხოვნების შესრულება. ამიტომ ნახეთ ჩაერთო უკუღ მექანიზმი. ეხლა ამის ჭკუაზე ვიარო კიდე, ანუ მე ვეუბნები მეჩვი. არ ეყო, ხო? და მაინც აგძელებს, თუმცა უკვე ძალიან ძნელია რომ არ შეწყვიტოს. შემიძლია საერთოდ დავკარგინო ხაზს და უთხრა, ნინო, გაბრაზებული რო ხარ, რა საყვარელი ხარ? მაქსიმუმ მითხრას შენთან ლაპარაკი შეუძლებელი. ეხლა რატომ ამბობ რა არ გჭირდება აპლოდისმენტები? ვიღაცა გეტყვის რომ ბოდიში როგორ მოუხადე და სისუსტე აჩვენ, ეხლა ამას უხსენი. მე ხდი შენ არ გჭირდება, როცა იცი, რასაც იცი რო აკეთებ სწორი. ამიტომ ეგ არის ყველაზე კაი სიამოვნების მიღება. ხო, შენ იცი რა რასაკეთებ, ეხლა აუხსენი ამდენ ხალხს, რატო გააკეთე იმას და ამას. ამიტომ როგორც კი თქვენ თავს მიაჩვევთ თქვენი გონიერებისგან სიამოვნების მიღებას, ისეთი სიამოვნება და სადაც შეგეშლებათ, ისე დაგჯით თქვენ თავი, ხო, შენ სულელოდი, შენ თავზე რო ფიქრობ, ესე იგი არა, ეს უნდა გაიკეთებინა. აბა ხალი იყო ერთი და გამყიდვას ეჩხუბება, თან ძალიან ეჩხუბება და უკვე დაკარგა სახე ამ ხალმა ისე ეჩხუბება და გვერდზე რაღაცას ვატარებ და ვიუტრიალ და უი ქალბატონო რა ამაზად გამოიყურებით. ანუ შეიცვალა მაშინ გაეცინა და დაანება ჯგუფს თავი მაშინ. მოულოდნელობის სიტუაცია. ასე რა ვიცი მე რაც გითხარით, მე მგონია რომ პრაქტიკული მხარე დავიჭირე და არაფერი არ მელაპარაკია ისეთი ჩახლართული თეორია, არაფერი უცნაურიც არ მithქვას. არაფერი გაუგებარი არ არის. უბრალოდ ამ საკითხებით ღირს რო დაკავდეთ. იმიტომ ღირს რომ თქვენ ცხოვრება იცვლება და იცვლება უკეთესობით. რა თქმა უნდა, უარესით ჩვენ კონფლიქტი თუ გვინდა რა უნდა ახლა. ინოსთან მინდა კონფლიქტი ახლა დავაკეთებ. რა პრობლემა, რატომ უნდა მინდოდეს ხო? გონიერება რაშია, ჩვენ ვიქცევით, მაგალითად ნახე სპონტანურად, თქვა რაღაცაზე მომიშალეს ნერვები, ჯერ არ უნდა მომიშალოს, მაგრამ წამოვედი და სახში მომუშალე ყველა ნერვები. აბსოლუტური არაპრაგმატული სისულელე. ანუ იუარყოფითი ემოცია წამოვღე სახში დავდე. ხო და როცა ამას ისწავლეთ, ნახეთ თქვენ შეძლებთ რომ დადებითი ემოცია შექმნათ იქ, სადაც თქვენ ხართ. და თუ ახლა მაზოხისტი არ ახარ, სამსახურში დადებითი ემოცია მაქვს, სახში მივედი, ყველა კაი ხასიათზე დავაყენე. საცობში შეგიძლია კაი ხასიათზე იყო. თუ კარგად დაფიქრდები, ჩემ თავს ხოლმე ფიქრებს ვიჭერ, ხო? არ ვაგვიანებ საერთოდ რა, იშვიათად რომ მე დავაგვიანო, მიხედავთ რომ პრობლემა არ მაქვს, რომ დავაგვიანო ხოლმე, მაგრამ გავედი და ეს სკოლები რო დაემთხო ზაფხულის რეჟიმზე რო სკოლები რო დაიწყო, უკვე გავიჭედ და 27 წუთი ერთ ადგილას ვიყავ. ხო ნერვები მომაშალა, იმიტომ დაგვიანებული ვარ. ნახეთ თავი ჩემი დაახლოებით როგორ მუშაობს. ახლა რას ვერ ვაკეთებ? დაგვიანებული უკვე ვარ.
და რა შემიძლია და ნერვები რაღაცა უნდა მოვიშა. ძალიან ადვილია ყურადღება აქედან გადავიტანე ძღოლებზე ვიღაცა შევხედე და მათი ამან საერთოდ ყო პირი არ დაიბანა ისეთია მეორე ტიპს რა შევხედე მე მუსიკა ჩევდი მივედი დაგვიანებული ოღონდ არანაირად მოშლი იმიტომ რომ ის ჩემ ხელში იყო და ეს არ იყო ჩემ ხელში რაღაცას რო ვაკეთებ ხომ და მივხვდე რას ვაკეთებ ყველა მოქმედება და ფიქრი არის ენერგიის ხარჯვა ეს ენერგიის ხარჯვა და ფიქრი უნდა გახადო ცუდად ღერ შეიძლება მომგებიანი რატო რას ვაკეთებ ჩვენ იმდენ სისულელებს ვაკეთებ, აი პრინციპის ამბავია რო ხოლმე, ხო? რაღაც მეუღლესთან ხარ, ნაჩხუბარი და მოხვედი და გეკითხება ხშია და არა. მაგრა დავსაჯე და ავჩი მშიერი. ნუ რა არის ახლა? აბსოლუტური სისულელე. ასე თუ გავაანალიზებთ ჩვენ ქცევებს, ხშირად აღმოჩნდა რომ აი ახლა რაც გააკეთე რა. არც არაფერი მიიღე, კიდე რაღაც შენ თავში მოირტყი, ის დააზიანე. აი საერთოდ რას ვაკეთებთ არ ფიქრობთ ხო? ამიტომ აი ამ ურთიერთობებში იმიტომ რომ ჩვენ არ ფიქრობთ ემოციები როგორ მართოთ. გინდა რომ ვიღაცას მოწონდე და უყვარდე და დაფიქრდი რა ემოციას ტოვებ იმასთან. სულ რო გეწუწუნები. აი თქვა დავიწყე წუწუნი. წუწუნი რა არის? ხო პრეტენზია. უნდა დაგერეკა. მე შენზე ერთი წავიდე უარყოფითი ემოცია. მეორე. მესამე. აღარ უნდა რა ჩემთან რა. всё. კაცებმა რო იციან ის ტყილები. ბავშვთან უყვართ კაცებს თამაში, ცოტა დიდია და ის პატარა მაინდა-მაინც უჩხავისა არა და გვიან ღამე მიდიან. რატო იცი? იქნება დაძინებული დახვდეთ. თქვენ არც გეუბნებიან თუ არა? ძალიან ბევრი ვიცი რა. დაიძინოს რა მომიდე რაღაც ის. ხო და მე რო იწყებს ის ლაპარაკს, ეხლა უკვე ემოცია წა, იმიტომ რომ ის ემოცია არ მოწონს, გაიგე, მაგრამ მაგას ხო არ ეთქოს რაღაც ჩემი ბავშვის ემოცია. რაღაცებს იმაში რა. ასე რომ ემოციების მართვას ისწავლით, თქვენც კარგად ხართ, შეცდომებს დაუშვებთ თავიდან, ვინც აპირებთ რომ რამე შეცვალოთ, მაგრამ ეს კრიტიკა გაიძულებთ რომ მე შეცდომები არ დაუშვო. მე შეცდომების რაოდენობა თქვენ შემცირდება, იმიტომ რომ სიამოვნებას მიიღებ იმ ფაქტებისგან, სადაც შეცდომა არ დაგიშვია და ბოლოს ეს თქვენი ქცევა ხდება, სულ აღარ გეხსოვებათ ეს ლექცია. არც ინსტრუქცია ჭირდება და არც ის ამოღოთ აბა რა მითხრას, იმიტომ რომ მე მგონი მექანიზმი აგიხსენებთ. ანუ რამდენადაც შეიძლება რომ თქვათ ადამიანის უარყოფითი ემოციას პირისპირ ან დაუპირისპირო ეს დადებითი ემოცია თქვათ და განიტრაულ კონფლიქტი რაზეც საუბრობთ. აი იგივე ემოციების აღძრაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ შეგვიძლია თქვათ რაღაცა თქვათ ისეთი რომ გამოვიყენოთ ცხოვრიდან და აი დადებითი ან რა შეიძლება თქვა ეს რაღაც სპონტანურად ძალიან საინტერესო. შეიძლება თქვით და გამოვიჩა. რაც არ არის თქვათ ის გაცვეთილი და ბანალური თუნდაც აი რაღაცა რაღაცი ხარ და ასე შემდეგ. არა, რატო? გაცვეთილი არ არის. გაცვეთილი შეიძლება თქვენ გაცვითოთ ან არ გაცვითოთ. ეს არის თქვენი სტილი ურთიერთობების და მათი გამოცდილება თქვენთან ურთიერთობებს. მე მაგალითად სამწუხაროდ ალბათ ძალიან მეზარება ხოლმე კომპლიმენტის თქმა. მე ვინც მიცნობს რა, აი მოვიდა რა ვიცი ამე გააკეთა ჭკვიანი რომ მეზარება. ჩემმა იციან რომ მე თუ ეს წამომცდა ნამდვილად ეგრეა, ანუ არავითარი ზედმეტს ვერ ვამბობ. ზედმეტს კი არა, იმასაც არ ვამბობ, აი მომეწონე და იმაშიც რატომღაც ეს თვისება, მაგრამ მეზარება, ну, აი კი გავიფიქრე რომ ძალიან კარგი ხარ, მაგრამ არ ვამბობ, მაგრამ აქედან გამომდინარე, ჩემთან მიმართებაში ისინი მიჩვეული არიან, რომ მე თუ თქვი, ესე იგი ნამდვილად ემოცია და ის არ არის რა კარგად გამოიყურები, იმიტომ თქვა, რომ რაღაცა ის არის. ამიტომ მაგალითად თქვენ რას მიაჩვენებთ თქვენთან ურთიერთობაში, რა გამოცდილება არის ურთიერთობის? ზოგადად აი ყველაზე თუ მუშაობს თქვათ მამაკაციც ქალზეც, ანუ რაღაცა ხო შეიძლება იყოს ისეთი აღფრთოვანება თუ შეგიძლიათ ადამიანით, იმ ყველა ადამიანს სიამოვნებს თუ შეგიძლიათ რომ რამით აღფრთოვანდეთ. თუ შეგიძლიათ რომ აჩვენოთ მას, რომ ის თქვენთვის რაღაცა ნიშნით განსაკუთრებული. ყველას სიამოვნებს ეს. წეგან რომ მოვიყვანე მაგალითად რომ ერთნაირი თუ ვთქვი, აი თქვენ რაღაცა გითხარით ხო, კარგი და მე გადავედი და იგივე გავიმეორე, ეს უფასურდება ყველას თვალში. არავინ არ მიიღებს. და ძალიან ეჭვმეპარება რომ ვიღაც ისეთი წყალწაღებული ადამიანი იყოს, რომ ვერ ვუპოვო ნამდვილად რაღაცა კარგი. იმიტომ რომ მე ერთი რამე კი გითხარით, რომ როდესაც მე მომწონხარ თქვენ გავლენა გაქვთ, ხო სწორია? მაგრამ იცი რა არის საინტერესო?
მე თუ მომწონ ხართ, მეც მაქვს გავლენა. ანუ შენ თუ გინდა ადამიანმა გააკეთოს ის რაც, შენი ინტერესი გაატარო იმ ადამიანთან, პირველ რიგში ის უნდა მოგეწონოს. აი დავუბრუნდეთ, რომ ადამიანები მოგიყვარდეს. კი, თუ მოგწონს გავლენა გაქვს. და რატო გაქვთ გავლენა ხვდებით? აი, ისინი რო არიან ძალიან შეყვარებულები რო არიან და იქით მხარიდან რო არ აქვთ ეს განცდა. ვერ ხვდებიან რომ ვისაც უყვარს უპირატესობა იმას აქვს. და ხვდებით რა ლოგიკით? არა, ეგ თქვით. ეს ისიღებს მე რომ მომწონხარ, თქვენგან დადებითი მოდის, მაგრამ თქვენ რატო ხდებით მართვადი? ბატონო? როცა მინდა საქართველოს. დიახ, სწორია. იმიტომ რომ როცა მომწონხარ, შეიძლება ერთ დღეს აღარ მომწონდე. და როცა არ მომწონხარ, შენ დასაკარგი არაფერი არ აქვს. ამიტომ მახე არის თქვენთვის მაშინ, როცა მომწონხართ. იმიტომ რომ ადამიანს არანაირი დანაკარგი მოწონების არ უყვარს. ესეთ მაგალითს მე ვიყავ, მე მგონი ნაცნობი ძირითადად უფრო ქალებისთვის. აი ვიღაც ტიპი დაგდევს რა, შენ დაგდევს, აი რომელიმე ნინოს რა ვიცი. იცი როგორი ტიპია? აი შენ რო ამობ, რომ აი ეს კაცი მომაშორერო, ანუ აი არ გაინტერესებს, ნულია. და ამ დროს გაიგო, რომ ცოლი მოიყვანა. რას იხარ იმის Facebook-ში და ნახულობ ვინ მოიყვანა. ნული ინტერესი გქონდა მანამდე, იმიტომ რომ დანაკარგია. იმიტომ რომ დანაკარგია. ვიღაცამ რო გირეკოთ ყოველდღე ახლა გიძნელია ეგეთ იმის 9 საათს და ხმა არ ამოიღოს და ნერვებს გიშლიდეს ერთი თვის განმავლობაში. რო აღარ დაგირეკავ შენ დანაკლისის განცდა გაქვს. ამიტომ როცა მოგწონ ვარ, მე შეიძლება ეს დავკარგო. აბა გაიხსენეთ თუ იყო თქვენ ცხოვრებაში ეგეთი შემთხვევა რომ ვიღაცა გიყვარდა და მე აღარ გიყვარს. კი არ გეზიზღებ, აი ესე რო ფიქრობ ამაზე თავის დროზე რამ გამაგიჟაო. ვერ ზნობ რამდენი რამე დაკარგა იმ ადამიანმა. ანუ გუშინ წინ ყველაფერი იყო შენთვის და ეხლა გინდა ყოფილი. ოღონდ ნახე ნეიტრალური ემოცია. თუ გეზიზღება გავლენა აქვს მას. აი როცა სულ ერთია გაიარა გამოერო, ძალიან ბევრს კარგავს ადამიანი. და ამას გძნობს, როცა მოგწონ ვარ, მე არ მინდა დავკარგო. თუ არ მოგწონ ვარ, დასაკარგიც არაფერი მაქვს, ძალიან თავისუფლად მოვიქცევ. ამიტომ ვინც გინდათ ამ მახეში პირველი, რაც უნდა გაკეთო, უნდა მოგეწონოს. რატომ მე ის მოიტანჯება? რას იტანჯებთ ადამიანი? ეგ არის აბსოლუტურად გიყვარდეს. მაგრამ რაღაცა რა? იტანჯება არის. ვინ? აი და უშუალოდ ვიღაცას უყვარხარ სიტყვაზე ვარ. ხო. შენ არ გაქვს ეგ ემოცია, ანალოგი. ის წესიერა, თუ მოიქცევ, არაფერს არ დაიტანჯება, არ იცის იმან. ახლა ეგ ძნობა ისეთი, რომელსაც ჭკუა ჭირდება. კი მეუბნეთ, რომ ჭკუა არ ჭირდება, მაგრამ ჩვენ იცით გული და რაღაც. გული კი არა, ხო იცი რომ აქედან არის ყველაფერი, ხო? როგორ შეიძლება თქვა გიყვარდეს ადამიანი, ნახე რა კაი გძნობა და იტანჯებოდე. ერთი, რატო იტანჯები? იმიტომ რომ ის არაკეთებს იმას, რაც შენ გინდა? თუ ის არაკეთებს იმას, რაც შენ გინდა, კი არ გიყვარს, შენი ნივთი გინდა რომ გახდეს. და რატო ხდი ნივთს იმ ადამიანს, რომელიც გიყვარს? როგორ შეიძლება ადამიანი გიყვარდეს და იმის ტელეფონი შეამოწმა ვის ელაპარაკება? იმიტომ რომ უპატივცემულობაა. და როდესაც მე ტელეფონს არ გიმოწმებ და არ გჩხრიკავ და არ გეუბნები სად დადიხარ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ იდიოტი ვარ. ეს იმას ნიშნავს, რომ მიყვარხარ. და თუ შენ რამეს აკეთებ, ეგ შენი პრობლემაა. ამიტომ როდესაც შენ გიყვარს, ყოველთვის უნდა ჩანდეს, რომ გიყვარს. ეს რა უბედურებაა, ეს ვიტანჯები და რაღაცის. აბა ნახე როგორ თემაზე ხო გისმენ? აი როცა გინდა რომ ჩაგიხუტოს. ეგეს მივცად ქცევა? არა კაცო უთხარ და თუ იმას არ უნდა, რატო უნდა გაბრაზდე? ხო და მაგას გეუბნები რა. იმას აქვს უფლება ხო არ უნდოდეს. მაგრამ ნახე, ვინც გიყვარს იმის შეზღუდვას როგორც იწყებ, რანაირად ამტკიცებ რომ გიყვარს. ესე არ გაკეთო, ისე გაკეთე, ესე გითხარი, ესე ამას. არა, ამიტომ გაიხარე რა და ის ადამიანი კი არ უნდა დატანჯო რომ გიყვარს. ერთი თუ ჭკვიანია, უკვე მართავს სიტუაციას, მაგრამ ორივე თუ ჭკვიანები იქნებით, ძალიან მაგრა იქნებით რა. ხო, მაგრამ შენ თუ პეტყანი ხარ და რაღაცები რა უშიო, ანუ ეგეც ხო მართვაში არ განდის. ჩემთან იყო ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, აქ ლექციაზე იყო რა და შესვენებაზე მითხრა თქვენთან როგორ აღმოჩნდიო, გეტყვითო რა, უბრალოდ ძალიან საყვარელი ისტორიაა. წიგნი წავიკითხა თქვენიო და აღმოაჩინეო რომ ცუდი ცოლი ვარო და დავიწყე კარგად მოგცევა და ჩემ ქმარი მეყურებს ერთი კვირა და გაგიჟდა რომ რა გჭირს რა. ხო და არ დამიმალიაო ვაჩვენე თქვენი წიგნი და მე ეტყობა გამიარა ხო იცი პირველმა ეფექტმა რა და ეტყობა ისე ვის ძველი ცოლი გავხდია.
და მოვიდა იმ საღამოზე და კურსი უყიდა არ მოწადი რა იარე ანუ არ არიცი რა ყველა არ ვიცი ახლა მესამედ არ მოსულა და ეთქვა ხო საქმე იმაშია რომ ჩვენ ვართულებთ ურთიერთობებს ჩვენ ვართულებთ ყველა ურთიერთობას ანუ პრობლემას გვქნით ჩვენით ძალიან ადვილია უპრობლემო ურთიერთობები ანუ არ იყოს ნახე მე იმას კი არა კამათი არ კონდეს და რაღაცა მაგრამ რატო თუ გიყვარს ხო ნახე რა უნდა გააკეთო როცა გიყვარს უნდა გააკეთო რომ ეს ადამიანი კარგად გზნობდეს თავს ალექციამ ტოქსიკური ურთიერთობები არის თუ დისკომფორტი მაქვს მუდმივად შენთან და იმ ადამიანის რომელიც მე მიყვარს რატო უნდა შეუქმნა დისკომფორტი თუნდაც იმაზე რომ რაღაცაზე ის რა ვიცი შევზღუდო და ისა და ეს შეზღუდობა მაინც არაფერს არ აკეთებს იმიტომ როცა უყვარხარ ადამიანს ისედაც შენთან არის აქ უკვე კაცებს არ ესმით ხოლმე მაგრამ ქალებისთვის გასაგებია როდის არის ვეუბნები ადამიანი შენთან როცა ფიზიკურად შენთან არის არ უღალატია არსად არ წასულა მაგრამ სხვაზე ფიქრობს მეორე ვარიანტში სხვასთან არის და შენზე ფიქრობს როდის არის შენთან ო კაცები ხოც რას მეუბნები არ შეიძლება ორივე ერთად არა მეუბნები ამ ორში რომელი არის როცა შენზე ფიქრობს მაშინაა შენთან და არა როცა მილიონი ვარიანტია ეთახმებით ბატონო დურაკი მარტივად დაგიხსნი აი ვიღაცა შეგიყვარდა გათხოვდი გავიდა 10 წელი და გაიცანი კაცი რომელიც 1000-ჯერ ჯობია გაშორდები და მე კიდე გაიცანი და დაიწყებ ეგრე გაშორებებს ამიტომ სადღაც ხო უნდა გაჩერდე ამიტომ პროგრამა გაქვთ პროგრამაში ხო არ მიწერია რომ ერთი შე რა იცი ვინ შეგიყვარდება ვიქნებ სამივეჯერ რომ მოხდეს ეს ხო და უყურე არ გაშორებულ ხარ რა მოხდება ეს კაი გამოთქმა ჩემი გამოთქმა არ არის არასოდეს თქვა არასოდეს რა მე გამოცდილება ამიტომ უყურე რა არის შენ არჩევანი გაკეთებული გაქვს მეორე დადგა მაშინ ახლა რას აკეთებ ახლა რა ხე რა არის აქედან კი არ მიდიხარ უბრალოდ ის კაი ადამიანია ეს ვიღაცა მეორე რომელიც გიყვარს შეიძლება თუ არა ესეთი მოხდეს შეიძლება უბრალოდ ამასთან შენ პასუხისგებლობები გაქვს და ეს რო გიყვარს ამას არაფერი არ დაუშავები და შესაბამისად შენ კარგად მოიქცევი მაგრამ რეალობაში ხო ვიღაცა მეორე ესე ხო არ გავკეთებ დუ არ დამინახი ხარ არ გამიგია არის ერთი დანახვით ვიღაცა ხო არ გიყვარს ანუ ხალხი და ვინ გიყარო ერთი დანახვით ორი დანახვით გადმოვიდა თქვენთან სამსახურში მუშაობს რა ერთი დანახვა ყოველ დილას ხედავს საღამო როგორ არა შეიძლება მოიქცე წესიად მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს რომ ის ადამიანი რომელიც გაიცანი ცუდია შენ იმას არ ნიშნავს მე ხო არ გეუბნები რამე გააკეთეთ მეთქი მაგრამ იმაშიც ლაღი უნდა იყო ეს არ არის სატანჯველი განცდა ვინც იტანჯება გეუბნებით არ იცის როგორ უნდა უყვარდეს კი კაია რომ ერთად იყოთ მაგრამ არ არის ეგრე მაგრამ მე რა ხო გიყვარს მე რა ვისთანაც ხართ იმასთან უნდა იყოთ იმიტომ რომ თქვენ ბოლო ეგრეა რა გადაწყვეტილებას რომელსაც შენ იღებ იმ გადაწყვეტილებით უნდა იყო კმაყოფილი ეს კიდე რა იციან კაცო ერთ გადაწყვეტილებას მიიღებენ და მე თავის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არიან თუ მე ვამბობ რომ რჩები არსად არ მივდივარ მე უნდა ვისიამოვნო იმიტომ რომ ჩემი გადაწყვეტილება გავაკეთე და მაგარი ვარ რას ანუ ეს გადაწყვეტილება თუ სხვა არაზიანებს მაგ შემთხვევაში აი ეხლა მე გაგირთულებ მაკითხვას ვარი ხო აზიანებენ იმ ადამიანს მესამე ადამიანს მაგაზე არ არის და პირიქით რატო არ გონია რომ თქვათ შენ უყვარხარ კიდე მეორე კაცს და იმასთან რო არ ხარ იმას ხო აზიანებ რატო არა აბა იმას კითხე რას მეტყვის ანუ ჩვენ ხო ლაპარაკობთ პირდაპირ ზიანზე რომ ანუ როცა მესამე ადამიანი ხარ სიყვარულს იურიდიული განმარტებები პირდაპირ ზიანი მიადგა და ქონების გაყოფები არ ახასიათებს გზნობაა ესა ხო რას ქვია პირდაპირ ზიანი შენაბო რო ადამიანი როცა გიყვარს მეორე არ შეიძლება შეგიყვარდეს ხო შეიძლება შეგიყვარ ხო და რატო ვისაც არ უყვარს კი არა გეუბნება გინდა თუ არა ადექი და ვიღაცა ნახე და გეუბნები რომ ეგ არის იმ ადამიანზე და ეხლა იმ ადამიანს რა უთხრა როგორ გაბედე და შეიყვარ ეხლა ეს სისულელე რო წამოსდება რომ რატო შეიყვარე ვიღაც სხვა
თანეთ ნუ მომაყოლებთ ახლა ისტორიებს რაც მე ვიცი რეალური ცხოვრებიდან მე ხო ჩემ თეორიებს არ გეუბნებით მე გეუბნებით რა ვიცი ერთი ნუ 1000-მდე წყვილის ურთიერთო ჯერ ბოლო-ბოლო ვიკულიეთ ეგ საკითხი ოფიციალურად ორი ჯგუფით ვიკულიეთ ხო როცა გეუბნება დაუშვათ ერთი ადამიანი რომ ჩემთვის ის არის სხვა ემოცია გარეთა კაცი მაგრამ ქმარი არის სიმშვიდე და კომფორტი და შენ მითხარი რომელი ავირჩიო ხო კაია მე უნდა გადაუწყვეტო ახლა და დარჩი და კიდე შენ გადაწყვეტე რომ მე მტენი მაგ პასუხისგებლობას მე რა გავაკეთო მაგრამ ნახე ამიხსნა ადამიანმა რომელიც გასაგებია ეს არის სიმშვიდე და კომფორტი ის არის ადრენალინი და ემოცია და გაიჭედა ეს ჩვენი ქალი ორივეს უნდა დაშაშოს ორი არა ორი შენ მეუბნები რომ არ შეიძლება და მე გიხსნი აგერ ნამდვილ მაგალითი მოგიყვანე ახლა თეორიული მაგალითი არ მომიყვანე მართლა გეუბნებით ახლა წერილს რომ მიიღებ რომ 12 წლის წინ ვიღაცა ესეთი ურთიერთობა გქონდა და მე გიწევს რომ მთელი ცხოვრება შეიცვალა და მადლობას გიხდის რატომ ამბობ 12 წლის წინანდაც აქ რო გიხდის ნუ ვცდილობის ფორმა მაგრამ მე რო ახსოვს ეგა ესე იგი გამიკეთებია რაღაცისთვის ადამიანი ბედნიერად თუ გძნობს თავს და ეს არის ის ემოცია რატომაც მე ვიღებ თორე რატომაც ვიღებ თორე ისე მე სულ ამბობ არა ვარ მეთქი მაგრამ წერილი იწყება ხოლმე ესე ჩემთან ვიცით რომ არა ხართ ფსიქოთერაპევტი ვიცით რომ ძალიან დაკავებული ხართ ვიცით რომ რაღაც მაგრამ ყველა პასუხი რომელიც შეიძლება და თეორიული მე გამეცა აქეთაა შემოტრიალებული საერთოდ ისიც ის ამაკ თუ მე გადავწყვიტე მაგალითად რა ეგეთი არჩევანია ორი დაუშვათ გაშორდეს მეუღლეს ან არ გაშორდეს მეუღლეს ნახე რა საინტერესო რაღაცა ხდება თუ მე ვეუბნები რომ გაშორდეს ის იწყებს მტკიცებას რატო არ უნდა გაშორდეს და თუ ვეუბნები რომ არ გაშორდეს იწყებს მტკიცებას რატო უნდა გაშორდეს ამიტომ როცა მინდა ხოლმე ჭკუაზე მოვიყვანო ვიღებ ერთ პოზიციას ვაწვევი რომ გააკეთოს ის ალაგებს აქეთ არგუმენტებს რომ თურმე არ უნდა გაშორდეს და მე ვეთანხმები სწორი ხარ მეთქი და ძალიან ცუდ დღეში აქვს თავისი პერი ამიტომ დისპოზიციას იწყებს ჩემთან რატომ მოდიხარ? გაშორდი. აი, უნდა გაშორდეს და ჩემთან მოდიხარ. რა გინდა ჩემთან? გაშორდი. მე შეიძლება მოგეხმარო დაგალაგებინო საკითხი, მაგრამ პასუხისგებლობა იქ როგორ არის, იცი? რო გაშორდეს და ცუდი აღმოჩნდეს, მე შენ არ მითხარი რო გაშორდი? იმიტომ კი არა რომ მეშინია, არ არის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევა. ახლა ტვინი დაგიწყობ რაღაცებს და გაანძრიში გადაწყვეტილება მე გითხრა. თუმცა ნათქვამი მაქვს. არ ყოფილა რომ მithქვას რომ უნდა გაშორდეთ, იმიტომ რომ ისეთი საშინელი კრიზისი იყო, იქ არაფერი არ გამოვიდოდა, ტყუილად დაკარგავდნენ დროს. აი აბსოლუტურად ტყუილად დაკარგავდნენ დროს. და რომ დავინახე რომ აი ერთიც არ არსებობს მოჭიდების ადგილი, რა თქმა უნდა ჯობია რაც მალე დაამთავრებენ უკეთეს. როცა რაღაცა ხდება თქვენ გარშემო ისე როგორცა თქვენ არ გინდოდათ, ყოველთვის ეძებეთ თქვენ თავში დანაშაული არა თვითგვემის გამო. თვითგვემის გამო არ გეუბნათ, უყურე, ტვინი მუშაობს პასუხიდან პასუხამდე. გახსოვს გითხარით. ანუ რაღაცა მე და შენ არ გამოგვიდა და მე თქვი ნინოს ბრალია, ჩემმა თავმა მიიღო პასუხი და განვითარება შეწყვიტა. მაგრამ მე თუ ვამბობ რომ რა უნდა გამეკეთებინა, რომ არ მომხდარიყო, მე სულ ყოველთვის განვითარებ. ამიტომ წარმოიდგინეთ, რაც უფრო მეც ვაბრალებ გარეთ სიტუაციას, მით უფრო განუვითარებელი ვრჩები. იმიტომ რომ პასუხები გავეცი, ის ნინოს ბრალია, ის მამაჩემა რო გამაჩინა მარჩინოს, ღმერთმა რატო ის ბიზნესი, ეს ნიშასი და დამთავრდა. მე ვრჩები, აი რაც ვარ, ვერც ერთი ნაბიჯი წინ ვერ წავიდე. მეორე ვარიანტია რომ მე როცა რაღაცა არ გამომივიდა და ვამბობ რომ ჩემი ბრალია, ჩემი თავი იწყებს პასუხის ძიებას. მე როძებნე აგერ თქვენთან მოვედი ვიკითხე იქა. მიხდი მე ვიწყებ. ამიტომ თქვენი ამოცანა ვისაც განვითარება გინდათ, არასდროს არ დააბრალოთ, არა თან იმას რო ვაბრალებთ ხოლმე, რას ვეძახით? იდიოტიაო და ის თუ იდიოტია და შენ თუ ჭკვიანი ხარ, მით უარესი შენთვის. შენ ხო ჭკვიანი ხარ და ანუ წარმოიდგინე ვიღაც იდიოტმა, რომელსაც შენ ეძახი, რაღაც თავისი გააკეთა, მაშინ შენ უარესი გამოდიხარ. ამიტომ ლაპარაკობ თქვენი განვითარებისთვის არასდროს მართლა განვითარებისთვის და არა თვითგვემისთვის. არასდროს რაც მოხდა არ წავა საქმე ისე როგორც თქვენ გინდათ, უნდა სამსახურში, აუცილებელი არა ოჯახში და იმაში. ურთიერთობაში რაღაცას დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ამით თქვენ გამდიდრდებით. როცა სხვის დაბრალებაზე რჩები, ისე იგივე დონეზე რაც იყავი. ეს არის აუცილებელი პირობა ურთიერთობებში განვითარების. საკუთარი თავის განვითარებისთვის ეს არის. ეგრე ვაბრალებ, იმის ბრალი, ამის ბრალი და იგივე რჩები რაც ვიყავი. დიახ, გისმენთ.
დიახ. კი. მაგრამ თქვენ არჩეულმა ბედნიერებმა თუ თქვენთვის საყვარელ ადამიანს ოღონდ თუ ჩემი ბედნიერება აღმოჩნდება უფრო მეტი წონის ვიდრე იმისი გამოდის რომ ესა თუ ჩემთვის საყვარელი ადამიანია მე როგორც წესი საყვარელი ადამიანის ბედნიერება მხდის ბედნიერს შესაბამისად სხვა გადაწყვეტილებას მივიღებ რამდენი რამე გამიკეთებია ჩემ საყვარელ ადამიანს რა თქმა უნდა კვირა არა მაქვს ერთი კვირა არა მაქვს და ხვდები უცნობებს თუ გინდა გეტყვით რომელ კაფეში და ეხლა მოდით გინდა 8 მარს დასვენება გინდა კვირას იქ ვზივარ და ღებულობ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ეს საყვარელი კი არა უბრალოდ ადამიანებია მაგრამ თუ რამე შემიძლია რომ გავაკეთო ვაკეთებ და თქვენ კიდე მითხარით საყვარელი თუა და ჭკუაზე თუ არა ვარ იმისთვის რას ბატონო ეს გოხდით ბედნიერს იმას რო აკეთებ გაზატანებით აკეთებ არა მღლის მაგრამ არა ნუ იმის მერე რაც მეტყვი რო კარგად ახარ ხო მაგრამ რო აგიუბნებოდნენ ამდენი რო კარგად არის არა მაშინ მე შევწყვიტავდი შეხვედრებს იმიტომ რომ შედეგს რო ვერ ხედავდე რა არანაირი ვალდებულება არა აი რა უნდა გააკეთოს ისეთმა ადამიანმა რომელიც ხვდება რომ აი სიტყვა მიყვარხარ მაგრამ გაცვით არა აი მართლა გაცვით აი ეგ სიტყვა ისე არაფერს გავუყარებია ხო გითხრა აი როგორ იცით ანუ კანა არ იყო ეს ადამიანი გულწრფელი ამ სიყვარულში უბრალოდ ვიდეო იმდენთან იყო გულწრფელი რომ აი თქვენთვის გაიცვითა ეს სიტყვა ქრისტეს თქვენთვის გაიცვითა ვინც ამბობს აბა ვისთვის ახალწლეულები იმისთვის ხო ახალია ეს აბა რატო იმან საქმეს მაგაშია რომ არ არის ახალი იმიტომ რომ რაღაცნაირად ხდება რომ მე ეგ სიტყვა სხვასაც უთხარი გუეჭველი ეს სიყვარული აბა როგორ უხსნით აბა თუ არ უთხარი სიყვარული მეგონი არის არ გაიცა ოღონდ მომისმინე ახლა ჩვენ კომუნიკაციას არ გავდივართ მაგრამ მარტო სიტყვებით სიყვარული არ მქცევა არის კომუნიკაციის ელემენტი ყველაფერი არის კომუნიკაციის ელემენტი სადაც ადამიანი ინფორმაციას ღებულობს თქვენ თვითონ ვერ აცნობიერებთ როგორ ინფორმაციას ღებულობთ სტარს არ გეუბნები მაგრამ მაგალითად ამას წინ ერთი კაცი შემოვიდა ჩემთან რა ხო და რო გავიცანი გავოცდი და თვითონ გაოცების ფენომენია საინტერესო რატო გავოცდი იმიტომ რომ მე რო შევხედე ეთყობა სხვა ინფორმაცია მივიღე შეხედვიდან მაგრამ კი არ გამიანალიზებე კი არ გამიფიქრებია და რო დაველაპარაკე არ დაემთხვა ჩემ პირველ ინფორმაციას შესაბამისად ამიტომ გავხსნით რომ უცნობ ადამიანს რო გიცნობ რა არის გასაოცებელი არ გიცნობდი ეხლა ვიცნობ ინფორმაცია ამიტომ მიყვარხარ საერთოდ შეგიძლია აჩვენო ისე რომ ეგ სიტყვა არ დაგჭირდეს და თუ ეს ადამიანი გძნობი არის ამას კითხულობს სიგნალს შეხებას ერთი ხელის შეხება შეიძლება გაცილებით ინფორმაციული იყოს ვიდრე შენი სიტყვა მიყვარხარ ერთი თვალებში შეხედვა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს ვიდრე ისა ну მიხდი ძალიან ბევრი ნიუანსია გამოხატვისთვის რა ძალიან ბევრი რაღაცა ასე რომ მე მგონი ახლა ვიტყვი მიყვარხარს კი ვიცი რომ ყველა სიტყვიერი განმტკიცება უნდათ ხოლმე მაგალითად ქალებს უნდათ რომ ეგ სიტყვა გაიგონონ და კაცები მაგ სიტყვის გარშემო დადიან მომწონ ხარ შენთან ძალიან კარგია ყველას ჯობი ხარ და ოღონდ მიყვარხარს ვერათქმევინებ და ეს ქალი ოღონდ გათქმევინოს რატო ჭიდაობენ ამდენ საერთოდ კაცებს ეგ სიტყვა ძალიან გადადებული აქვთ რა ბოლოში რა აფრთხობთ იმას გარს რომ ეს რო თქვა მე რაღა ვთქვა და უფრთხილ გადადებული ახლა აღარ ეს არ ვიცი რა ისა ბევრი სხვა ნიუანსია და ეს უნდა იგრძნო ხო კაი პატარა რო ხარ გეშლება გამოცდილობს მაგრამ ეს სიტუაცია არის და უნდა იგრძნო ყველაფერი არის რო შეხედა უკვე უნდა იგრძნო ეგ თუ გეშლება და არასწორი ხედვა გაქვს სხვათაშორის მაგის სავარჯიშოები არის სწორად წაკითხი ჩვენ ახლა რო გქონდეს კომუნიკაცია სწორად კითხულობ თუ არა ემოციას და ძალიან დიდი პრობლემა თუ არასწორად კითხულობ და არის ხალხი რომელიც ნეგატიურად კითხულობს ანუ რეალური ემოცია მიყვარხარ და ის კითხულობს რომ სულელია არ და სულელი არა მიყვარხარს ესე ანუ მაგაზე გადამოწმებები თქვენი აღქმის შესაძლებელია ხო აღქმაზე ძალიან ხო და ნუ აჰა ესე იგი მithქვავს ესა ხო ამიტომ გამოვშვით ის კურსი რო ექნება კომუნიკაციის ფსიქოლოგიაში და გაივარჯიშებს მაგაში და ნახავს თავის თავს რამდენად სწორად აღიქონს ის დიახ გისმენთ შეიძლება ერთი წუთით
კაი, ერთი თქვენ და მე ერთი გისმენთ. შეკითხვა არ მაქვს, არც თხოვნა არ მაქვს, უბრალოდ რაღაც პატარა ფრაზებს წერ ხოლმე და დღეს მომივიდა ესეთი და მაინტერესებს თქვენი კომენტარი, ასე ვთქვათ, ლოგიკური, მაგრამ არის ცხოვრება, იმიტომ არის საინტერესო, რომ ხანმოკლეა თქო, რაღაც დღეს ესეთი იდეა მომივიდა და დავწერე. არა რა კომენტარი რა, ეს ხო კონცეპტუალური ხედვაა და კი ბატონო, საინტერესოა. ორ თემას გაძლევთ. ნახე, ხანმოკლეა რომ უკვე დაშვება, შესაბამისად შეფასებულია რომ ამაში საინტერესოა, შესაბამისად ფოტოები და რაღაც არ იქნება და თქვენთვის დრო გახდა უფრო ძვირფასი. როცა ეს დამოკიდებული მაქვს რომ ხანმოკლე დრო ძვირფასი და დრო მართლა ძვირფასია, იმიტომ რომ ერთადერთი რესურსია, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება. ყველა რესურსი ექვემდებარება აღდგენას დროის გარდა. შესაბამისად დრო გააკონტროლო შენ, ანუ შენი დრო უნდა გადიოდეს შენ როგორც გინდა. მაშინ შენ გძნობ კარგად თავს. თუ დრო გაგექცა და არიცად წაიღე ეს დრო, ძალიან ცუდად გაგდა ქაოსი გაქვს თავში. ასე რომ მაგი მოგიწესრიგებ დროის მიმართ დამოკიდებულებას.